საღამომშვიდობისა პარასკევს საღამოს ტრადიციულად პოზიცია პირდაპირ ეთერში შედა ხმაურიანი კვირის ბოლოს მთავარ თემაზე წარმოგიდგენთ განსხვავებულ პოზიციებს. ჩვენ მეორე ნაწილში გვექნება ტრადიციულად დებატები და ერთმანეთის პირისპირ ამ სტუდიაში დებატებში მონაწილეობას მიიღებენ უმრავლესობიდან ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე, უმცირესობიდან ზურაბ ჯაფარიძე და რა თქმა უნდა მთავარი თემა იქნება ყოფილი პრემიერის და შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკავება და ასევე ზურაბ ჭიაბერაშვილის დაპატიმრება, რომელიც სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და ის ახლა ჩვენი სტუდიის სტუმარია, სწორედ ზურაბ ჭიაბერაშვილს წარმოგიდგენთ პოზიციის პირველ სტუმრად. საღამომშვიდობისა ბატონო ზურაბ. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში, რა თქმა უნდა, რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში და მინდა რომ ვიდრე რაღაცა ბრალდებებზე, პოლიტიკურ განცხადებებზე, შეფასებებზე ვისაუბრებ, დავიწყოთ დეტალებით, მაინც საინტერესოა, როდესაც მოქმედი რწმუნებული ყოფილი ელჩი არ ამდენი წელი უკვე პოლიტიკაში ხართ, ჯანდაცვის მინისტრი და აღარ ჩამოვთვლი, ხვდება საპატიმროში. როგორი იყო ეს ორდღიანი პატიმრობა, თუ შეიძლება ესე ვიკითხოთ, ანუ რა ხდებოდა ამ ორი დღის განმავლობაში გისოსებს მიღმა, სადაც თქვენ და ყოფილი პრემიერი ერთად იმყოფებოდით. დიდი მადლობა მოწვევისათვის და პირველ რიგში ვიდრე თქვენს კითხვას უპასუხებდე, ორი რამ მინდა ვთქვა და ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო იმ უამრავ ადამიანს, რომელმაც გამოხატა აბსოლუტურად უწრფელად თანაგრძნობა ჩემი ოჯახის წევრების მიმართ, რომელთაც ნამდვილად სჭირდებოდათ გამხნევება ამ დროს და არ შემიძლია მადლობა არ ვთქვა. და მეორე მე ჩემი მხრიდან მინდა რომ ამ ეთერის მეშვეობით ვანო მერაბიშვილის მშობლები გავამხნევო და უთხრა რომ მათ ძალიან ღირსეული შვილი ყავთ და ის ამ მდგომარეობას ძალიან ღირსეულად ართმევს თავს. თქვენ კითხვას რო უპასუხო, სწორედ ამის მოყოლით დავიწყებ. როდესაც წინასწარი დაკავების საკანში ვიყავით, გვერდ საკნებში, მაგრამ ცალ-ცალკე და ხან თვითონ ვანო მიმართავდა ხოლმე ბადრაგს რაღაცის გამო ან მოვიდოდა ბადრაგი, პირველი კითხვა მისი ყოველთვის იყო როგორ არის ჭიაბერაშვილი და მე არ შემიძლია რომ ამის გამო ვანოს მშობლებს მადლობა არ უთხრა. ქონდათ ისე კომუნიკაცია მასთან პატიმრობის დროს თუ უკვე აღარ? სასამართლოს შემდეგ უკვე აღარ, იმიტომ რომ ვანო მატროსოვის ციხეში, ეგრეთ წოდებული მატროსოვის ციხეში თბილისში გადმოიყვანეს, მე დავრჩი ქუთაისის მეორე ციხეში, მეორე საპყრობილეში. მანამდე, ბუნებრივია სასამართლოზე ერთად ვიყავით და თქვათ რაღაცა პროცედურების დროს თუ თქვათ დერეფანში შევხვდებოდით ერთმანეთს, ბუნებრივია ორივეს ძალიან გვეცინებოდა ამას. გეტყობათ საბეჭდილებები. ბატონო ზურაბ, თქვენ ერთ-ერთ კომენტარში ისიც კითხვით, რომ კბილის ჯაგრისით მიხვედით ფაქტიურად დაკითხვაზე. ანუ იცოდით თუ რატო იყავით დარწმუნებული რომ დაგაკავებდნენ? მე ამ საქმესთან დაკავშირებით ორი უწყება მივიღე, ერთი თებერვალში და 13 თებერვალს მეც და ვანოც გამოვცხადით დაკითხვაზე ქუთაისში და ეხლა 20 მაისს. ორი უწყება ფუნდამენტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. პირველი უწყებაში პირდაპირ ეწერა რომ მე დაბარებული ვიყავი მოწმის სახით და არ ეწერა რომ თქვენ გაქვთ უფლება თან იყოლიოთ ადვოკატი. 20 მაისს უწყება რომ ჩამობარეს, არ ეწერა რომ ვიყავი დაბარებული მოწმის სახით, ეწერა რომ ესე იგი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით ვიყავი დაბარებული და ეწერა რომ გთხოვთ იყოლიოთ ადვოკატი. ეხლა მე უამრავი წერილი განსაკუთრებით უცხოეთში ყოფნის პერიოდში ხაზებს შორის წამიკითხავს რეალურად ტექსტში რა ეწერა და ახლაც არ გამჭირვებია. მე იმავე საღამოს 20 მაისს და მეორე დილას პრესკონფერენცია რო ჩავატარე, ვიდრე ქუთაისში წავიდოდი, მე ვთქვი რომ სავარაუდოდ დაგვაკავებენ, შესვლის წინაც ვთქვი რომ დაგვაკავებენ. ამიტომ ვანოც და მეც მომზადებული შესაბამისი ნივთებით ჩავედით ქუთაისში რომ მე ოჯახს არ დაჭირვებოდა თქვა დაახლოებლებს თბილისიდან კიდე დამატებით რამის ჩამოტანა. წიგნებიც ორივეს ჰქონდა წაღებული. გამზადებულები მიხვდით ან ფაქტიურად. და ბატონო ზურაბ, რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ელოდით ვთქვათ რომ პატიმრობას ითხოვდა გამოძიება, ეს ყველა მიცოდა, გაცხადებული იყო პროკურატურის პოზიცია, რომ ვთქვათ ასეთი იქნებოდა გადაწყვეტილება, იმიტომ რომ თქვენ თანაპარტიელებს როდესაც კომენტარებს აკეთებდნენ, ყველამ გამოხატა გაკვირვებაც და ვთქვათ კრიტიკაც გაისმა ამ გადაწყვეტილების მიმართ. პირველი მინდა გითხრათ რომ პროკურატურის არგუმენტები რატო უნდა ყოფილიყავით პატიმრობაში აბსოლუტურად უსუსური იყო. ორივე შემთხვევაში ძირითადი мотиваცია იყო ის რომ ესენი არიან ცნობილი ადამიანები, აქვთ კონტაქტები უცხოეთშიც, საქართველოშიც და ადვილად შეძლებენ მიმალვას და მე გუშინ ვიხუმრე კიდევაც რომ ცოდნოდა რომ ეს ჩაითვლებოდა ჩემს
ეს ჩემ წინააღმდეგ იმუშავებდი და საელჩოდან ცხოვრებაში ცხვირს არ გამოყოფდი, კაცშულს არ დაურეკავდი და კაცშულს არ შევხვდებოდი, მაგრამ მაშინ ვერ შევასრულებდი იმ დაკისრებულ მოვალეობას, რაც როგორც ელჩს მებარა. რა თქმა უნდა, უსუსური იყო, მაგრამ ვიცოდით რა ორივემ, რომ ეს აშკარა პოლიტიკური დევნა იყო და აუცილებლად იმ ურჩხულისთვის, რომელიც გაფორმდა სპორტის სასახლეში რამდენიმე დღის წინ, ნანა კაკაბაძისა და მელორ ვაჩნაძის და ასავალ-დასავალის იდეოლოგების მიერ ამ ურჩხულისთვის აუცილებლად ბიძინა ივანიშვილს რაღაცა ტიპის ხორცი უნდა გადაეგდო, რომ დაეკმაყოფილებინა. უკავშირებთ იმ მოვლენას და თქვენ დაკავებთ ერთად მოვლენას გულისხმობის შეკრებას. აბსოლუტურად, ჩვენ მაინც გქონდა ფიქრობდით, როცა გონებით აანალიზებ, ფიქრობდით, რომ ორივეს დაგვტოვებდნენ ორთვიან პატიმრობაში, თუმცა რა თქმა უნდა, ორივე ადამიანები ვართ და გულში ყოველთვის არის პატარა იმედი, რომ იქნება და ესე იგი სასამართლომ არ გაითვალისწინოს პროკურატურის ეს უსუსური არგუმენტები. სამწუხაროდ ვანოს შემთხვევაში ეს გათვალისწინებული იქნა, ჩემ შემთხვევაში გირაო იქნა გამოყენებული და მე მას შემდეგ რაც როგორც ქართველებმა ვიცით ხოლმე ჩემი ოჯახი დაფაცურდა ამის შემდეგ და გადაიხადა გირაო, ბუნებრივია მე გამოვედი უკვე გარეთ. კარგი, რაც შეეხება ბრალდებას, თქვენ არაერთი კომენტარი გააკეთეთ და ამბობთ, რომ უსუსურია, დაუსაბუთებელია, ეხლაც ახსენეთ პროკურატურის არგუმენტები და თავად ბრალდებასაც აბსურდულს უწოდეთ. არის საუბარი, რომ სახელმწიფო მიზარალა ბრალდებაში 5 მილიონზე მეტი ლარით და ალბათ უკვე საზოგადოებისაც ცნობილია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, აქ საუბარია სახელმწიფო პროგრამით, ესე იგი 5 მილიონ ლარის უკანონოდ ჩარიცხვაზე გამოძიების ვერსიით დაახლოებით 22,000 პირისთვის თითოეულს 240 ლარის ოდენობით და გამოძიება ვარაუდობს ყოველ შემთხვევაში ბრალი ამის მიხედვით მოხდა ბრალის წაყენება თქვენთვის, რომ მითითებული პირები მოჩვენებითად იყვნენ გაფორმებული და ფული მიიღეს მხოლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის ხმის მიცემისა და საარჩევნო აგიტაციის წარმოების სანაცვლოდ. გასაგებია რომ აბსურდულს უწოდებთ ბრალდებას, მაგრამ მინდა რომ მაშინ განმარტოთ. რაც გეკითხებოდათ გამოძიება, რითი ინტერესდებოდა და თქვენი არგუმენტი რა იყო, თუ ეს თქვენთვის აბსურდულია? ეხლა პირველი მინდა ვთქვა, რომ დარწმუნებული ვარ ამ ეთერს უყურებს ის უამრავი ადამიანი, რომლის ოჯახშიც დასაქმების აგენტი ნამყოფია და ანკეტა შევსებული აქვს. ეს ადამიანები, ვისთვისაც ამ დღეს გადახტები. 1 ოქტომბრამდე ჩვენ მოვასწარით 600,000 ოჯახში შესვლა. და არც ერთ ყველა შემთხვევაში არც ერთ ამ ადამიანს რაიმე ტიპის პარტიული აგიტაცია არ უწარმოებია, ეს იყო მთლიანად კონცენტრირებული იმ კითხვარის შევსებაზე და ეს ხორციელდებოდა თბილისსა და კიდევ დამატებით 24 ქალაქში. რა თქმა უნდა, პირველად დავიწყეთ ესე, მაგრამ შემდგომ დამატებით მივიღეთ გადაწყვეტილება მთავრობის ხდომაზე, რომ ეს გაგვეკეთებინა, დავინახეთ რა პირველი შედეგები საკმაოდ წარმატებული და ის რომ დასაქმება ნომერ პირველი პრობლემა ამ ქვეყანაში და მოსახლეობა ძალიან კარგად პასუხობდა ჩვენ დაწყებულ პროგრამას, ის განვავრცეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით და ბუნებრივია აგვიყვანეთ დამატებითი ხალხი იმისათვის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგვეხორციელებინა პროგრამა. პროგრამა ვერ დასრულდა, იმიტომ რომ მისი დასრულება გათვალისწინებული იყო ნოემბერში, როდესაც ჩატარდა არჩევნები, ბუნებრივია ჩემ წინაშე დადგა საკითხი, რომ როგორც ჯანდაცვაში, ისე სოციალური მიმართულებით მე გამეგრძელებინა თუ არა გარკვეული პროგრამები. ზოგი იყო რუტინული, ზოგი იყო ვთქვათ და ეს პროგრამა იყო ამ ტიპის, რომ მე დაუტოვე დისკრეცია, ვთქვათ ახალ მინისტრს, რომ მას გადაეწყვიტა გაგრძელება, მით უმეტეს რომ უკვე გაცხადებული იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ მთავრობის ფორმირებისას, რომ დასაქმების სამინისტრო სავარაუდოდ გაუქმდებოდა. და მხოლოდ რაც დავასრულეთ, ეს იყო რომ უკვე ანკეტები რაც კი იყო შევსებული, ის ანკეტები ჩვენ მონაცემთა ბაზაში შევიყვანეთ და მონაცემთა ბაზა დღესაც არსებობს, გამოძიების ხელთ ეს არის. მე ვფიქრობ, მაგრამ მაშინ რა მტკიცებულებაა გამოძიებასთან? ის ადამიანები დაკითხულები არიან და სხვა რამესყვები არიან, ჩვენებში რა ხდება? კი, რა თქმა უნდა, პროკურატურა ამბობს, რომ მათ დაკითხეს უამრავი ადამიანი, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი იყვნენ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები. ამას და მხოლოდ ამის გამო იღებდნენ ამ თანხას. ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს. ეხლა 7 თვე არის ქვეყანაში ეს ატმოსფერო არის შექმნილი, რომ აუცილებლად ეს ვითომ და სამართლიანობა უნდა აღდგეს, ეს ლოზუნგი გვესმის. არის მუდმივად დაკითხვებზე სიარული, დაბარებები და ბუნებრივია ადამიანები, რომლებიც ვთქვათ ასრულებდნენ ძალიან მარტივ და განსაზღვრულ სამუშაოს, მათ არ უნდა ზედმეტ ხათაბალაში მონაწილეობა, იბარებენ პროკურატურაში და ისინი ხელს აწერენ იმას, რასაც ფურცელზე უდებენ მათ. მხოლოდ მათი ჩვენებებია, ვთქვათ, ჯერჯერობით მტკიცებულებები თუ არის ჯერჯერობით.
ჯერჯერობით საქმეს არ ვიცნობ. საქმის მასალებს არ ბრალდების მხარეს ჯერ არის. ჯერჯერობით მე მოწმეების ჩვენებებს არ გავცნობი ვარ. სავარაუდოდ უკვე პროკურატურა გადასცემს ამას ადვოკატებს და მეც მექნება საშუალება რომ გავეცნო, მაგრამ ჩვენ აბსოლუტურად დავიწყეთ ეს პროგრამა და მინდა კიდევ ერთხელ თქვა ამ პროგრამის შესახებ, იმიტომ რომ ეს ჩვენი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანია. რატო იყო საჭირო ამის აღრიცხვა? იმიტომ რომ ჩვენთან და ჩვენი ხელისუფლების პირობებში ეკონომიკა საშუალოდ იზრდებოდა 7%-ით, რასაც მოყვებოდა ბუნებრივია სამუშაო ადგილების შექმნა. არა იმ რაოდენობით, რომ ჩვენ უმუშევრობის პრობლემა მთლიანად გადაგვეჭრა ქვეყანაში, მაგრამ იქმნებოდა. ეხლა გვაქვს სწორედ სერიოზული პრობლემა იმისა, რომ ეკონომიკური ვარდნა გვაქვს და შესაბამისად სამუშაო ადგილები პირიქით იკარგება, მაგრამ ეს ცალკე საუბრის თემაა. მე უბრალოდ ვამბობ იმას, რომ როცა ახალი სამუშაო ადგილები იქმნება, ჩვენ ადამიანებს, ჩვენს მოქალაქეებს არ ყოფნით კვალიფიკაცია. ეს ძალიან ბევრმა კვლევამ აჩვენა და თვითონ ამ ანკეტის შევსებისას მოქალაქეები ამბობდნენ, რომ აი მე მინდა ვთქვათ ვიყო ტურისტების გიდი ან მინდა ვიყო მუშაობდე ბანკში ან რაღაცა და ითხოვდა საკუთარ სურვილებს გამოთქონდა. ჩვენ ჩამონათვალი გქონდა ამ ანკეტაში და ჩვენ ფიქრობდით, რომ ამ ეტაპის მერე მეორე ეტაპი უნდა ყოფილიყო, რომ ამ ადამიანებს, რომლებთაც აქვს შანსი, რომ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პირობებში იპოვონ თავისი ადგილი, დავხმარებოდით სწორედ ტრენინგებით და კვალიფიკაციის ამაღლებით. როდესაც ეს წინასაარჩევნოდ დაიწყო და წინასაარჩევნოდ ხდებოდა. არ ფიქრობთ, რომ გააჩენდა ეს ეჭვს, მით უმეტეს სულ იყო წინა ხელისუფლების დროს ამ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე კრიტიკა ისმოდა გამუდმებით და სულ ჩდებოდა ამაზე ეჭვები. მარტივად გეტყვით. რატომ წინასაარჩევნოდ? ანუ სწორედ ამიტომ ხომ არ ჩართვა მრჩევლის მოსყიდვად. მარტივად გეტყვით. არ მახსოვს მარტში თუ აპრილში დღევანდელმა განათლების მინისტრმა გამოაცხადა პროგრამა, რომლის რეალურ ეფექტს საზოგადოება მიიღებს უფასო წიგნების სახით 1 სექტემბერს. ეს იქნება გაგანია წინასაარჩევნო პერიოდის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის და იგივე ადამიანი არის საპრეზიდენტო კანდიდატი და რატომღაც ეჭვი მაქვს, რომ ის ადამიანი აქტიურად იქნება ჩართული იმ კამპანიაში, რომელსაც ქართული ოცნება აწარმოებს, რომ უფასო სახელმწიფოებს არიგებს. ამიტომ მე დღესაც ვსვავ ძალიან კონტრშეკითხვას, როგორ ჩაითვლება ეს? შესაბამისად, ეხლა მოდი ესეთი რამე უნდა ვთქვათ რა, როცა ქვეყანა არის მიჯრით მიწყობილი საარჩევნო წლები არის, ვთქვათ 2010, მე 2012. ეხლა თუ ჩვენ იმის მიხედვით მოვიქცევთ, რომ საარჩევნო წელიწადია და მოდი მთავრობამ არაფერი არ გააკეთოს, ვთქვათ, ეხლა საპრეზიდენტოა გაისათ ადგილობრივი, მაშინ უნდა დავდგეთ და ველოდოთ ყველა არჩევნების გასვლას, ხო? ამიტომ მე არ მიმაჩნია მაინდამაინც გამართლებულად და არც მაგალითად, როცა ჩვენ შიგნით გვექნება საუბარი ამაზე ნაციონალური მოძრაობის შიგნით, ვთქვათ, ეს საკითხი გავაკრიტიკოთ თუ არა სექტემბერში, თუ ეს ასე მოხდა, როგორც მე ვარაუდობ, მე ყოველთვის ვიტყვი, რომ მთავრობა ხელჩამოშვებული ვერ იქნება. მთავარია ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ სარგებელი. და აქედან გამომდინარე, ძალიან მკაფიო კრიტერიუმები უნდა შევიმუშაოთ, რა შეიძლება ჩაითვალოს ამ დროს, თქვათ, იგივე რა გაკეთა წინასაარჩევნოთ და რა არა. ეხლა სწავლა რომ 1 სექტემბერს იწყება, ამის გამო არჩევნები ვერ გადაიდება პირიქით. კარგი, ისევ ბრალეულობას მინდა რამდენიმე წუთითაც დაუბრუნდე და გადავიდეთ მე კიდე სხვა თემებზე. გამორიცხავთ, რომ რაიმე ფორმით თქვენი ყოფილი პრემიერის ბრალეულობა გამოიკვეთოს. და ვგულისხმობ საკმარისი მტკიცებულებით. თქვენ თქვით, რომ ჯერ არ გაცნობი ხართ საქმეს ჩვენებებს, არის საუბარი, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, ანუ პოლიტიკურ რაღაც ზეწოლის შედეგად ფიქრობთ, რომ ეს შეიძლება ესე იყოს, თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა მართლაც რაღაც ბრალეულობა წარმოჩინდეს თუნდაც არის ყოფილი პრემიერის და მე თქვენ. იცით რა არის, მე ყოველთვის მიყვარს ფაქტებით ლაპარაკი და ვიდრე საქმეს არ გავეცნობი და ადვოკატები არ გაეცნობიან, რთულია ჩემთვის ლაპარაკი, მაგრამ ის რაც მე ვიხილე თვითონ სასამართლოს ხდომაზე, იჯდა 4 პროკურორი, აქედან ლაპარაკობდა მხოლოდ ერთი, ქალბატონი ნათია, დანარჩენი 3 ჩუმად იყო, უბრალოდ ერთმა წაიკითხა ის რაც ფურცელზე ეწერა. ეხლა მე რასაც ის უსმინე იმ სამოტივაციო ნაწილში, რაც დაკავებას ეხებოდა, უბრალოდ შემიძლია ვივარაუდო, რომ თუ ისინი ასე გააგრძელებენ არსებით ნაწილშიც ბრალდებების წარდგენას, მე ნამდვილად მექნება და დაგიდასტურებთ, რომ აშკარად ადგილი აქვს ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ დაკვეთას. ეხლა დღესაც ვამბობ, რომ დაკავებამ ეს უკვე აჩვენა. კიდევ ერთი რამ განმარტება მინდა გავაკეთო საზოგადოებისათვის. რაც თქვათ, ცივილიზებულ დემოკრატიულ ქვეყნებში დამკვიდრებული პრაქტიკაა და ჩვენთან რატომღაც საზოგადოებაში ჯერ ეს განსხვავება მეც არ მქონდა კარგად, ვიდრე ადვოკატებს არ გავესაუბრებოდი. შეიძლება თვეობით კი არა, წლობით მიმდინარეობდეს გამოძიება და სასამართლო პროცესი, მაგრამ დაკავება არის თუ არა აუცილებელი. რა თქმა უნდა,
უნდა. ეხლა ჩვენ პოლიტიკურ რაც ვაფასებთ სწორედ იმას, რომ დაკავებას და ვამბობთ, რომ არ იყო აუცილებელი ვანო მერაბიშვილის დაკავება. ჩვენ არ ვამბობთ, რომ გამოძიება შეწყდეს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ სასამართლო არ სწორედ ამ ნაწილზე მინდა და მეკითხა მაპატეთ გაწყვეტინოთ, მაგრამ სულ როდესაც ოპოზიცია საუბრობს ამ პოლიტიკურ დევნაზე, ვთქვათ, კონტრარგუმენტებიც მომისმენია, რომ არ არის ეს ოპოზიციის ლიდერის დაკავება, ეს არის ყოფილი პრემიერის, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ანუ ადამიანის, რომელიც იყო ვთქვათ ხელისუფლებაში, როდესაც საუბრობდა, არსებობს კითხვები მის საქმიანობასთან, რაღაც კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით. ხო, როგორ გონიათ, ეხლა რამდენად სასიამოვნო იყო ვთქვათ ჩვენთვის, არა ვთქვათ ფიზიკური კომფორტის თვალსაზრისით, არამედ თუნდაც ჩვენი საზოგადოებრივი მოღვაწეობის თვალსაზრისით, ვთქვათ წინასწარი დაკავების საკანში ან ციხეში ყოფნა. და როგორ გონიათ ეხლა რომ მე ხვალ ვთქვას ხელისუფლებამ კი წყვეთ ამ საქმეს მე დაინტერესებული არ ვიქნები რომ ეს საქმე ბოლომდე მივიდეს და გაირკვეს ის ჩემს ბრალს რა თქმა უნდა ჩვენ არასოდეს არ გვითქვამს რომ გამოძიება შეწყდეს ჩვენ დაინტერესებული ვართ გამოძიებით ჩვენ ყარად ვართ დარწმუნებული ჩვენ სიმართლეში და ეს უნდა გაგრძელდეს აქ ლაპარაკია იმაზე რომ დაკავებას რატო უფარდებ 4ჯერ დაიბარეს ვანო მერაბიშვილი რა არ გამოცხადდა ორჯერ დამიბარეს არ გამოცხადდა კი როგორც თქვენ აღნიშნეთ და ბევრი ადამიანი ამის მოწმე კბილის ჯაგრესი ჩავდე ჩანთაში და ისე წავედი იქ და ჩვენ აზრადაც არ მოგვსვლია რომ ამას თავი ავარიდოთ ამიტომ გასაგებია ხო ანუ აქ არის მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო რაც არაერთხელ თქვა ვანო მერაბიშვილმა და ჩემ მხრიდანაც ამას დავადასტურებ იმის და მიუხედავად საკანში ვიქნებით თუ გარეთ ჩვენ ვაგრძელებთ საჯარო ცხოვრებას და კიდევ ერთხელ უფრო ზოგადად მინდა ვთქვა ჩვენ წარმოვადგენთ თაობას, რომელსაც კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ყველა ქარტეხილი და ყველა პროცესი, რაც ამ ქვეყანაში მოხდება, ძირითადად ჩვენ თაობაზე გადაივლის, რომლის პოლიტიკური ცნობიერება 9 აპრილს დაიწყო და დღემდე მოყვება. ამიტომ თუ ვინმეს გონია რომ ახლა სადღაც გამოვკეტავენ, ასე არ მოხდება. ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ზოგჯერ ვიქნებით ოპოზიციაში, ზოგჯერ შეიძლება ვიყოთ ხელისუფლებაში. არ არის მე ზოგჯერ საპატიმროში მე მინისტრად და გუბერნატორად არ დავბადებულ ვარ და ელჩად, ეს არ არის ჩემთვის რაღაცა პანაცეა. ამ და ნებისმიერ საკითხში შემიძლია ვიპოვო ჩემი თავის რეალიზაცია. უბრალოდ მე ვიცი და ღრმად ვარ დარწმუნებული. რომ მეც და ჩემი თანაგუნდებელებიც, ვანო მერაბიშვილიც და ბევრი სხვა ნაციონალურ მოძრაობაში. ჩვენ ვართ ადამიანები, რომელსაც კარგად გვესმის ის არჩევანი, რაც ჩვენ პირადად გავაკეთეთ, როცა დავიწყეთ პოლიტიკური მოღვაწეობა. და ტრაგედიას ამაში ვერ ვხედავ. დაბადნო ზურაბ, მინდა ბოლოსკენ წავიყვანოთ ჩვენ ინტერვიუ, მაგრამ ერთი მინდა კიდე კითხოთ, ეს კონკრეტულ ამ ბრალდებაზე ვსაუბრობდით, თუმცა ყოფილი პრემიერის და თქვენი პარტიის ნაციონალური მოძრაობის უკაცრავად გენერალური მდივნის წინააღმდეგ პროკურატურამ ერთგვარად დაანონსა და ამას მოყვა კიდეც ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა, მაგრამ საუბარია კიდევ ორ საქმეზე, ეს არის 26 მაისი და გირგვლიანის ხმაურიანის საქმე, რაზეც შესაძლოა ბრალი წარედგინოს მას. ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის და მაგაზე მინდა სხვა მაგალითით გიპასუხოთ. მარტში თავარი პროკურორმა მახსოვს სასტუმრო რედისონში იდგა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა რომ მე მაქვს ინფორმაცია, არ მაქვს დადასტურებული ფაქტი, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ წინა მთავრობის დროს ხდებოდა ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა. ნუ ინფორმაცია რა არის, თვეების განმავლობაში ეს კამპანია მიდიოდა ასავალ-დასავალის ფურცლებზე და მე გადმოინაცვლა მთავარი პროკურორის მეტყველებაში. ახლა მე ვიყავი ევროპის საბჭოში, ვიყავი ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის ევროპული კომიტეტის თავმჯდომარე 1 წლის განმავლობაში და მე კარგად ვიცი, რომ ამის თქმაც კი ქვეყნის იმიჯზე როგორ აისახება. ეხლა, როდესაც ეს განაცხადა მარტში პროკურორმა, მთავარმა პროკურორმა, ამის შემდეგ ჩვენ არც ერთხელ მიუხედავად რომ ასეთი მგრძნობიარე თემა, მისგან აღარ მოგვხსმენია, რომ თუ ასეთი საშინელება არის, რა ხდება? შესაბამისად, ჩემი პასუხი თქვენს კითხვაზე არის შემდეგი, რომ მთავარი პროკურორი დღეს მოქმედებს როგორც ცეცხლზე ნავთის დამსხმელი ადამიანი და ორგანო და იმისათვის რომ დასაქმების პროგრამაში ძნელია ეხლა როგორ გინდა საზოგადოებას აუხსნა იმ ქვეყანაში სადაც უმუშევრობა ნომერ პირველი პრობლემა აუხსნა რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვიჭერი იმიტომ რომ დასაქმების პროგრამა დაიწყო შესაბამისად მას ამ თემას აუცილებლად უნდა მიეწებოს ემოციური ფონის შექმნა მოხდა სხვა სენსიტიური თემები რომ სასამართლოს ეზოში ძალიან ბევრი მელო რვაჩნაძე მოგროვდეს და ძალიან ბევრი ნანა კაკაბაძე მოგროვდეს ნუ რაღაც რაოდენობა მოაგროვეს მესმის თუმცა თუ კი მოხდა თქვა დამბრალების წაყენება და ალბათ მოხდება დღეს ვიცე-პრემიერიც ამბობდა რომ დასრულდა გამოძიება ამ თემაზე მისი ინფორმაციით ნამდვილად და ალბათ წაუყენებენ ბრალს ვანო მერაბიშვილს
ფიქრობთ რომ აი თქვა თუ ამ მიმართულებითაც დაიწყო გამოძიება, როდესაც არის საუბარი იგივე საერთაშორისო რაღაცა გამოხმაურებებზე, იმიჯზე, იქ უკრაინის მაგალითიც კი მოიყვანა პრეზიდენტმა გამოსვლის დროს, შესაძლოა რომ ის დარჩეს კითხვები დასავლეთს, ფიქრობთ, იმიტომ რომ იქნებ თქვა პროკურატურას აქვს საკმარისი მტკიცებულებები ამისათვის. მე გავიმეორებ იგივეს, რაც მოსამართლეს მიუმართე სასამართლოს ხდომაზე გუშინ წინ. და უთხარი კიდევაც რომ ეს არ არის სამართლებრივი არგუმენტი, მაგრამ საქმე იმდენად სერიოზულადაა, ეს არის პოლიტიკური არგუმენტი, რომ ხედველობაშია მისაღები. რას გულისხმობ? ჩვენ გველოდება რამდენიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი და სამიტი, სადაც საქართველოს უნდა რეალურად აჩვენოს, რომ მან ნაბიჯი გადადგა დემოკრატიის მიმართულებით. ჩვენ 1 ოქტომბერს დემოკრატიულად გადავაბარეთ ხელისუფლება და ამავდროულად, რაც ხშირად არ თქმულა და მე მინდა ეს თქვა, ამ ქვეყანას ყავს დღეს ოპოზიცია, რომელსაც კიდევ ერთი რამ მოხდა. ყავს ოპოზიცია, რომელსაც თვითონ აქვს ხელისუფლებაში ყოფნის გამოცდილება. ეს გასაგებია, მაგრამ პასუხისგებლობას გვაკისრებს და ის რაც 17 მაისს თქვენ ეთერში გოკა გაბაშვილმა თქვა, რომ ამის გულისთვის მე მთავრობას არ გავაკრიტიკებ, თუ ასე მოიქცევო, ეს პირველი პრეცედენტია. შესაბამისად, მე უთხარი მოსამართლეს, რომ თუ ჩვენ გვინდა რომ კარგი იმიჯით წავსდგეთ დასავლეთის წინაშე და ჩვენ რეალურად მივიდივართ ევროპის წინაშე, ძალიან ფრთხილად მოვეკიდოთ ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაპატიმრების საკითხს. იმიტომ რომ თუ ჩვენ ვუმტკიცეთ მთელ მსოფლიოს, რომ ასეთი საშინელებები ხდებოდა თურმე საქართველოში, ასე შემთხვევაში ყოველთვის არსებობს კითხვა, მაგალითად გაწყვეტინებთ უკაცრავად, რომ მაშინ რა უნდა გააკეთოს ახალმა ხელისუფლებამ, თუ აღმოაჩენს, რომ რაღაც კითხვები არსებობს თუნდაც სამართლებრივი. ერთია რომ საზოგადოების მხრიდან არსებობს ძალიან ბევრი კითხვა, და მეორეა რომ სამართლებრივადაც არსებობს ეს კითხვა. მე უკვე გითხარით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოძიება გაგრძელდეს. სასამართლოები იყოს, მაგრამ თავარი ოპოზიციური პარტიის გენერალურ მდივანს, რომელიც გაცხადებულია, რომ მან საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენ პრაიმერში უნდა მიიღოს მონაწილეობა. რატო ვუზღუდავთ დღეს თავისუფლებას? რამდენიმე თვე წყვეტს, მით უმეტეს, რომ კიდევ ერთი რაც პროკურატურამ განაცხადა, როდესაც სასამართლოს ხდომა უნდა ჩანიშნულიყო, მან თქვა, რომ იცით რა, მალე ვერ ჩავნიშნავთო, გამოძიება არ დაგვისრულებია, კიდე მინიმუმ 2 თვე გვჭირდება, რომ საქმე შევკრათო. მე სწორედ მაგას ვამბობ. თუ კიდე 2 თვე გჭირდება, რომ საქმე დაასრულო. მაინდა-მაინც აუცილებელია, რომ სპორტის სასახლეში ნანა კაკაბაძის მიერ მოწყობილი, ესე იგი, ურჩხულის რეგისტრაციის ფონზე მეორე დღეს ვანო მერაბიშვილი დააპატიმრო. ეს კითხვა იბადება, სხვა კი არაფერი, თორე ჩვენ არ ვამბობთ, რომ სამართლიანობა არ აღდგეს და ჩვენ არ ვამბობთ, რომ გამოძიება არ წარიმართოს, იმიტომ რომ მე არსებობს კითხვები, ფიქრობთ რომ არსებობს კითხვები, გავცემთ ამ კითხვებს პასუხს, მაგრამ ჩვენ რა ის გვინდა რომ ოპოზიციურ ლიდერებს ჩაუხშოთ ესე იგი მეტყველების საშუალება და მათ თავიანთი მესიჯი და თავიანთი აზრები ვერ მიიტანონ საზოგადოებასთან. ამაზეა ზუსტად ლაპარაკი. კარგი და ბოლო კითხვა, თქვენ მოქმედი რწმუნებული ბრძანდებით, ანუ განაგრძობთ ჯერჯერობით ჩვეულებრივად მუშაობას. მე მინდა გითხრათ, რომ სამშაბათს, როდესაც ქუთაისში წავედი, მე სინამდვილეში 3 საათზე ბაკურციხეში უნდა ყოფილიყავი, იმიტომ რომ წინა დღეს ვეჯინის, კოლაგის, ბაკურციხის და კარდენახის მოსახლეობა იმის გამო რომ მთავრობამ არაფერი არ უთხრა მიყენებულ ზარალს საერთოდ აუნაზღაურებდა თუ არა და ხალხი გვეუბნებოდა მე და გიორგი ღვინიაშვილს, გურჯაანის დეპუტატს, რომ ის მაინც გითხრან რომ არ გვინაზღაურებენ და ჩვენ მერე გადავწყვიტავთ რა. კი, ბოლოს ეტყვის ამბავი. და აბსურდთან მქონდა საქმე, ხალხმა გზა გადაკეტა. ოპოზიციური დეპუტატი ღვინიაშვილი და მე გუბერნატორი, რომელიც ასევე ოპოზიციურ პარტიას წარმოვადგენ, ჩვენ ვეხვეწებოდით ხალხს გზა გახსენითო. მე ურეკავდი დავით ნარმანიას, რომელიც ყოველთვის პასუხობს და ყოველთვის ლაპარაკობთ ერთმანეთთან. ურეკავდი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს დავით გალეგაშვილს. და ვთხოვდი ერთ რაღაცას, რომ ხალხო, ვინმე ჩამოვიდეს და ამ ხალხს დაელაპარაკოს და ჩვენ გზა როცა გაიხსნა, ამ ხალხს უთხარით, რომ ჩვენ ჩავალთ თბილისში, ამ ხალხს დაველაპარაკებით და აზრს ჩამოგიტანთ. სამწუხაროდ დღემდე ელოდება ის ხალხი ამ პასუხს. რა თქმა უნდა, განაგრძობდა ერთი რამე მინდა ვთქვა. სამწუხარო არის ის, რომ იმის მაგივრად რომ მთავრობა ლაპარაკობდეს თუ რას გააკეთებს კონკრეტულად ხალხისთვის. ან თუნდაც ამ შემთხვევაში ან ზოგადად ჩვენ აღარ მოგვისმენია თვეები, რა ხდება ჯანდაცვაში, აღარ მოგვისმენია თვეები, რა ხდება სამუშაო ადგილების თვალსაზრისით. ერთი რამ ვიცით მარტო რომ ბიძინა ივანიშვილმა და ნოდარ ხადურმა აღიარეს, რომ არის ეკონომიკური სტაგნაცია. და იმის მაგივრად რომ
ეთერში მუდმივად ამაზე იყოს ლაპარაკი, დღევანდელი ეთერიც ეთმობა იმას, რომ მე ვლაპარაკობ იმაზე, როგორ უნდა არის განცხადება გაუკეთებია, რომ რაღაც 7 თვის თავზე ვთქვათ, რა შეიძლება მოსწრებულიყო ერთ წელიწადში, მე მეორე წელიწადს რა სიგრძნოს მოსახლეობა და რაღაც ნაბიჯ-ნაბიჯ როგორ უნდა წავიდებს თავრობა. ამაზე ხშირად საუბრობს ხოლმე პრემიერი, მაგრამ თქვენ გულისხმობთ კონკრეტულ პროგრამებს ალბათ. რა თქმა უნდა, საზოგადოება ამას ელოდება და არა იმ ფარს და სანახაობას, რომლის ახლა ერთ-ერთი როლის შემსრულებელი მეც ვარ. ანუ თქვენ მაინც სანახაობას უწოდებთ. რა თქმა უნდა, როცა პურს ვერ აძლევს ბიძინა ივანიშვილი ხალხს და ხალხი ამას ელოდებოდა მისგან, რჩება რა? ხო, მაგრამ სანახაობა რას ნიშნავს? ანუ საზოგადოებრივი დაკვეთა იყო ნაციონალური მოძრაობის წარმოების დასჯა მაშინ? მე მინდა გითხრათ, რომ საზოგადოების დაკვეთა თუ კიდევ ერთხელ გულისხმობ, ასავალ-დასავალის იდეოლოგიას გულისხმობ, სამწუხაროდ არ წამოვიღე ასავალ-დასავალის პირველი გვერდი, როცა მარტში ჟენევიდან დავბრუნდი, პირველ გვერდზე იმ ინფორმაციას, რომ მე დავბრუნდი, ქონდა ერთსიტყვიანი სათაური. სხვა შორის ძალიან ჭკვიანის მიერ მოფიქრებული. ჩამოეთრა. და ეხლა როგორ უნდა დამარწმუნოს ვინმე მე, როდესაც ბიძინა ივანიშვილის საყვარელი გაზეთი ასავალ-დასავალია და ასავალ-დასავალის იდეოლოგია მართავს დღეს ქვეყანას და ვიხილეთ ეს 17 მაისსაც, ვიხილეთ დღეს ეს დედაენის ზეგთანაც, ასეთ პირობებში როგორ დავიჯერო, რომ ჩემს მიმართ წინასწარი თუნდაც ჩემს მიმართ არ იყო წინასწარ განზრახული, როცა დავინიშნე ჯანდაცვის მინისტრად, მაშინ იყო უკვე სათაური ჩამოეცა. მაგრამ ეს საზოგადოების მხრიდან არის ნაწილის მხრიდან, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, მაგრამ დიდი ნაწილის მხრიდან არის ეს დაკვეთა, თქვენ ფიქრობთ? მე მინდა გითხრათ, კონკრეტულად მე სახელგვარებს არ გულისხმობ დასჯას, მაგრამ ნუ კითხვები, რომ გამოძიება და ინტერესებს. მე მინდა ინტერესებს. თქვა ერთი რამ, ჩვენ თუ ობიექტურად შევხედავთ განვლილ წლებს, ყველა რეფორმა იყო მტკივნეული და მახსოვს როდესაც ჩვენ ჯანდაცვის რეფორმაზე საუბრობდით და ვანო მერაბიშვილი და მე შევხვდით ერთხელ თბილისში პოლიკლინიკის ექიმებს და ვანომ უთხრა ძალიან მნიშვნელოვანი რამ. დღეს, როდესაც ჩვენ შედეგი გვაქვს უკვე პოლიცია, აი ასეთი, როგორიც დღემდე მოვიტანეთ და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა უთხრა იმ უამრავ ადამიანს, რომელიც ვანო მერაბიშვილის და ჩემ პროცესუალურ პროცედურებში იყო ჩართული და თავი გაართვა ძალიან ღირსეულად კანონის და წესის ყველა ნორმის ზუსტად შესრულებას, ისე რომ ჩვენ თავს გრძნობდით აბსოლუტურად ღირსეულად და ყველა ბიჭებს მადლობას ვეუბნები მე დღეს. მათ შორის იმ განსაკუთრებით იმას, რომელთანაც ბორკელით ვიყავი მიბმული. მაშინ ვანომ უთხრა, რომ როდესაც დღეს ჩვენ გვაქვს ესეთი პოლიცია და მაღალი ნდობა აქვს, დღეს აღარ ვსვავთ შეკითხვას, იყო თუ არა გაბრაზებული ჩვენზე ის 15,000 გაიშნიკი, რომელიც ჩვენ მე სპეციალურად ხმარობ სიტყვა გაიშნიკს. სხვასავით არ მეშლება ეხლა რუსული სიტყვების წამოწდენა მე არ მჩვევია. 2004 წლის დასაწყისში, რა თქმა უნდა, პირველი საპროტესტო მიტინგებზე სწორედ ის ხალხი იყო გამოსული ჩვენ წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ეს ამ მტკივნეულმა რეფორმებმა რომ ეს ტალღამ უნდა გადაიღოს, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ მაშინაც კარგად გვესმოდა ის პასუხისმგებლობა, რაც ჭირდებოდა ამ ქვეყნის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას და ჩვენ სერიოზული ფუნდამენტი ჩავდეთ და მინდა დავგარწმუნოთ თქვენს და მაყურებელს. ჩვენ კიდევ ბევრ ფუნდამენტს ჩავდებთ. წარმატებებს გისურვებთ, ნახოთ კიდე ხა როგორ ჩაივლის გამოძიება და თქვენი სასამართლო პროცესები დაიწყება ალბათ. ზურაბ ჭიაბერაშვილი კახეთში პრეზიდენტის მოქმედი რწმუნებული ამ დრომდე საუბრობდა პირდაპირ ეთერში, რომელიც ორდღიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა საპატიმროდან სასამართლოს გადაწყვეტილებით გირაოს ნაცვლად, ხოლო ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი პატიმრობაში რჩება. ამ სწორედ ეს იქნება ჩვენი დებატების მთავარი თემაც, უმრავლესობასა და უმცირესობას შორის. რეკლამის შემდეგ ზურაბ ჯაფარიძე და ზურაბ აბაშიძე ერთმანეთის პირისპირ დაგველოდეთ. დიდი მადლობა. რეკლამის შემდეგ ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვბრუნდებით და წარმოგიდგენთ გადაცემის მეორე ნაწილის სტუმრებს. დღეს გვექნება დებატები მეორე ნაწილში. უმრავლესობიდან ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე, უმცირესობიდან ზურაბ ჯაფარიძე იქნებიან ჩვენი სტუმრები. საღამო მშვიდობისა და დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ გადაცემაში. დავიწყებ მართველი გუნდის წარმომადგენლისგან, იმიტომ რომ უკვე გაისმა პირველ ნაწილში ერთგვარი ბრალდებები თუ კრიტიკა თქვენი მისამართით, ხელისუფლების მისამართით ამ დაკავებებთან დაკავშირებით. ზურაბ ჭიაბერაშვილი იყო ჩვენი სტუმარი და მანაც თქვა, რომ პოლიტიკურ დევნას დაფასებს მისი და ყოფილი პრემიერის დაკავებას და ამბობს, რომ პატიმრობაში დატოვება ვანო მერაბიშვილის და აქ არ არის საუბარი თუ კი გამოძიებას კითხვები აქვს, რომ თქვათ ეს კითხვები დაუსვას ნებისმიერ ადამიანს, იყო მათთვის აუხსნელი და ამიტომ პოლიტიკურ ზეწოლად აფასებენ. თქვენი პასუხი როგორია ამაზე?
დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, მივესალმები ჩვენ მაყურებელს. მე უბრალოდ ვისარგებლე ამ შემთხვევით, ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს დამოუკიდებლობის და მე მინდა ყველას მიულოცო თქვენი ეთერის საშუალებით. ხვალინდელი დღე, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი 26 მაისი. უბრალოდ ზეგ და ამის ამ საშუალებას გამოვიყენებ. ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ რაც შეეხება ამ ფაქტს, რაზეც არის საუბარი, ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის რომ თავად დაკავების ფაქტი ძალიან მკაფიოდ და ნათლად ითქვა, ის რომ არის სამართალდარღვევა, არის კანონის დარღვევა, არის გამოძიება, რომელიც მიმდინარეობს და ამ გამოძიებამ ძალიან ნათლად და მკაფიოდ დაადასტურა ის, რომ ადამიანს აქვს ჩადენილი კონკრეტული დანაშაული. ეს დანაშაული გამოიხატება შემდეგში. რომ იყო თანხები ბიუჯეტის, რომელიც უნდა მიმართულიყო სხვა მიმართულებით და წავიდა სხვა მიმართულებით. აქ გამოძიებამ ეს ყველაფერი წარადგინა სასამართლოს წინაშე, სასამართლო მიმჯელა კონკრეტულად აქ მე რამდენადაც ვიცი, როდესაც როგორც იურისტმა, რომ ამ შემთხვევაში არ მსჯელობს ეს არსებითად რამდენად არის დანაშაული ამა თუ იმ პიროვნების. ხო, წინასწარი პატიმრობის შეფარდების განსხვავება. რამდენად არის ეს ხო, წინასწარი ამ შემთხვევაში გულისხმობს იმას, რომ რამდენად დაემალება შემდგომში გამოძიებას ესა თუ ის პიროვნება, რამდენად აარიდებს თავს გამოძიებას, რამდენად იმოქმედებს მისი საქმიანობა ან თვითონ მოწმეებზე და ასე შემდეგ. სასამართლო მიმჯელა თუ ჩვენ გვინდათ უფრო მეტად ვისაუბროთ იმაზე თუ რა დანაშაულზეა საუბარი, აქ არის საუბარი იმაზე, რომ 5 მილიონზე ლარზე მეტი არის გადაგა. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს ადამიანების დასაქმება და დასაქმების გამო ასამართლებელი ამ ადამიანებმა ეს თანხა მიიღეს პარტიული ნიშნით და ეს არ იყო მიმართული დასაქმების პროგრამაზე. ეს იყო პარტიული აქტივი, რასაც ამბობს გამოძიება. მე ამ შემთხვევაში საუბრობ გამოძიებიდან გამომდინარე და არა სხვა მიმართულებით. კონკრეტულად იყო გამოძიების მასალა იმაზე და აქტობილი, რომ ამ ადამიანებმა მიმართეს ეს თანხები სხვა მიმართულებით და არა იმ მიმართულებით, რომელზეც არის საუბარი. ასე რომ არა მიზნობრივად დაიხარჯა მათი გადაწყვეტილებით ეს ყველაფერი. და გამომდინარე ძალიან მკაფიო სურათი გამოძიებამ დაადგინა ეს ყველაფერი იმართა სასამართლოს ამ ადამიანების მხრიდან, ანუ ამ დასაქმების მუშაობის რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ, როდესაც არის საუბარი, რომ უნდა დასაქმება. თქვენს ბაზები მოიკრიბა, არის მონაცემთა ბაზა. მსგავსი არაფერი. თავარი არის აქ ერთი რამ, რომ გამოძიება ამბობს იმას, რომ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული, კონკრეტულად სახელმწიფო თანხები არამიზნობრივად დახარჯეს, იყო მიმართულება აბსოლუტურად სხვა, იყო პარტიული ნიშნით, რაც მე მგონი აქ უცხო არაფერი არ არის გასული წლების განმავლობაში, როდესაც ხელისუფლებაში იყო ნაციონალურ მოძრაობა, როდესაც ისინი თვლიდნენ, რომ მათი ის ბიუჯეტი, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი ერქვა, ისინი თვლიდნენ, რომ ისინი თვითონ განკარგავდნენ ყველაფერს, არანაირი კონტროლის მექანიზმები, არანაირი კონტროლის პალატა, არანაირი აუდიტის სამსახური ამაზე ვერ ზემოქმედებდა, იმიტომ რომ ეს იყო ერთიანი ორგანიზმი, იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ ის უწყებები მუშაობდა იმ მიმართულებით, რომ ოპოზიციის მიმართ განეხორციელებინა რეპრესიული მექანიზმები. სხვა მიმართულებით ამაზე არ იყო საუბარი, ხო? მათ გადაწყვიტეს, რომ არიან ხელისუფლებაში, შეუულიათ, რომ ეს თანხები გამოიყენონ, სახელმწიფო თანხები, ხალხის თანხები გამოიყენონ თავიანთი პარტიული საქმიანობისთვის, იმ ადამიანებს, რომლებიც არიან პარტიული ნიშნით იყვნენ და მიიღეს ეს თანხები, იყო პარტიული აქტივი. ეს არის ფაქტი და მეორე, რაზეც არის საუბარი იმაზე, რომ იყო კერძო საკუთრება, მეორე ეპიზოდი იყო კუთვნილება ადამიანის, რომელსაც ჩამოერთვა ეს ქონება, აიღო ეს ქონება ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, იქ კეთილ მოიწყო თავისთვის, იქ ყავდა თავისი თანამშრომლები, რომლებიც ამას უზრუნველყოფდნენ და 150,000-ზე მეტი ლარია დახარჯული ამაში. ეს არის, მოდით ვთქვათ, დანაშაული. ეს არის ის ელიტური კორუფცია, რომელზეც ჩვენ ამდენი წლების განმავლობაში საუბრობთ. სწორედ ეს არის ეს ელიტური კორუფცია, როდესაც იყენებდი შენ გავლენას, შენ ზალაუფლებას მითვისება არ მითვისება აქ საუბარი იმაზეა რომ რეალურად ის ჩამორთმეული იყო ქონება თვითონ ქონდა მითვისებული ხა დაიკანონა რეესში გაატარა თუ შემდეგ ცოლს დაუკანონა თუ ნათესავებს ეს არ ვიცი მე ფაქტია რომ რეალობა ეს არის ამ დანაშაულის გამო მიმართა სასამართლოს პროკურატურამ დაკავებული იქნა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი პრემიერ-მინისტრი მას შეეფარდა აკვეთი ღონისძიება პატიმრობა მეორე პიროვნებას რომელიც არის ზურაბ ჭიაბერაშვილი მის მიმართ გამოყენებული იქნა გირაო ეს არის რეალობა რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით ეს არის რეალობა რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით ძალიან დიდი ბოდიში დავამტყო ეს არის რეალობა რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და ეს არის სახელმწიფო რომელსაც ჩვენ ვაშენებთ დღეს არავის არ შეერჩება დანაშაული ეს არის განსხვავება წინა ხელისუფლებისგან როდესაც ადამიანებს
ამას ვიტყვი კიდევ და შემდგომშიც გავმეორდები. როდესაც გქონდათ ინდულგენციები, როდესაც მაღალი თანადოების პირ შეეძლო ჩაედინა ნებისმიერი დანაშაული, თუ ის იყო ლოიალური ხელისუფლების, რა თქმა უნდა, მას ეპატიებოდა. დღეს ახალ ხელისუფლების პირობებში ეს არის წარმოუდგენელი და მიუღებელი. მადლობა ბატონო ზურა, მართველი გუნდის პოზიცია მოვისმინეთ. როდესაც საუბარია თქვენი მხრიდან უკვე პოლიტიკურ დევნაზე, ფიქრობთ თუ არა რომ შესაძლოა ბრალდების მხარეს კონდეს საკმარისი მტკიცებულებები შემდგომ იმისათვის, რომ თქვათ ეს დანაშაული დამტკიცდეს თამაში, როდესაც ძალიან ხშირად თქვათ ყოფილ ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ ამ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში. განსაკუთრებით რამდენიმე საკითხს შევეხები მეც და ბატონი ზურა შეეხო თვითონ საქმის არსებით ნაწილსაც და პლუს ბოლოს მინდა ასევე კომენტარი გავაკეთო იმაზე დღევანდელ მიდგომაზე დღევანდელი ხელისუფლების დარჩება თუ არა ვინმე დაუჟიელი და არსებობს თუ არა რაიმე სახის ინდულგენცია. ერთი ბატონმა ზურამ ახსენა მეც შევეხები ამ ელიტურ კორუფციას რამდენიმე დღის წინ ბატონმა პრემიერმა განაცხადა რომ ელიტური კორუფცია საქართველოში აღმოფხვრილად აღარ არსებობს. მე მინდა ცალსახად გითხრათ რომ დღეს არსებობს რამ ბევრი საქმე რომელიც არის აღძრული წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ არც ერთ ამ საქმეში არ არის არც ერთი მტკიცებულება რომ რომელიღაც მაღალჩინოსანმა სახში წაიღო რაიმე თანხა რომელიმე ბიუჯეტი ასეთი საქმე უბრალოდ ჯერჯერობით არ არსებობს და კიდევ ემორებ პრემიერი იძახის რომ უკვე ელიტური კორუფცია აღმოფხვრილია. ეხლა რაც შეეხება თვითონ საქმის არსს, იქ ნამდვილად არის ორი საქმე, ერთი ეხება დასაქმებას. დასაქმების ნაწილში ბევრი ისაუბრო უკვე ზურა ჭირაბერაშვილმა, ამიტომ მე რამდენიმე ნაწილს დავამატებ. ჩემი საკითხი იქ არის ორი მნიშვნელოვანი რაღაცა. ერთი საუბარი არის რომ ეს თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდაო და რეალურად იმ ხალხს საქმე არ გაუკეთებიაო, მაშინ როდესაც თვითონ პროკურატურაც იძახის რომ არსებობს ელექტრონული მონაცემთა ბაზა, სადაც არის შეყვანილი 600,000 ადამიანის მონაცემი და ეს სამუშაო ვიღაცამ ჩაატარა. ფაქტია რომ ეს შედეგი არის მიღებული და ეს ჰაერიდან ვერ მოვიდოდა, ხო? ხა იქ არის დასაქმებულიყო რამდენიმე 20,000-ზე მეტი ადამიანზე არის საუბარი, აქედან ათასობით ადამიანი თვეების განმავლობაში პროკურატურამ ატარა დაკითხვებზე და დიდი ალბათობით იქ მათ ნაწილს აიძულეს რომ უბრალოდ ეთქვათ რომ არაფერი განსაკუთრებით მათ არ უთქვიათ, ანუ მათ უბრალოდ თქვეს რომ მე ხელფასი აღარ საქმე არ გამიკეთებია და პროკურატურამ აქედან დაასკვნა რომ ეს არის ეს იყო რაღაც პოლიტიკური აქტივი. მე არ გამორიცხავ იქ მათ შორის ყოფილიყო ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები ან მხარდამჭერები, აქტიური მხარდამჭერები მათ შორის რომელიც ჩვენი ფორუმითაც დადიოდნენ, ჩვენი მაისურებითაც გაკეთებთ ასეთ ესეთი რამე დასაშვებია, მაგრამ კიდევ იმურებ ეს არის ერთი საქმე რომელიც არის საუბარი და აქ არ არის საუბარი რომ მერაბიშმა თანხა რაიმე სახში წაიღო ან ამ მსგავსი. მეორე ეპიზოდს ელიტური კორუფცია არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად სახში უნდა წაიღო. აბსოლუტურად არ ნიშნავს ეს შენ განკარგავ იმას შენ თვლი რომ შენია ეს ყველაფერი და როცა კიდე ისე გამიგიყენებ ამას ესაა. აქ საუბარი არის იმაზე, რომ ამ კონკრეტული დახარჯული თანხების შედეგად დაიდო კონკრეტული შედეგი. მე პირადად წინასაარჩევნო პერიოდში მაშინ ჯერ კიდე არ ვიყავი ნაციონალურ მოძრაობაში, როდესაც ვაკრიტიკებდი ამ პროგრამას და ვიძახდი რომ ეს პროგრამა არ იქნებოდა ეფექტური, მაგრამ მაშინდელმა ნაციონალურ მოძრაობის ხელმძღვანელმა გადაწყვიტა რომ ეს იყო დასაქმების მნიშვნელოვანი პროგრამა. ამის შესახებ კამპანიის დროს არაერთი განცხადება გაკეთებულა მათ შორის ამ ბაზასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ეს ბაზა რეალურად არსებობს, არ მუშაობს, იმიტომ რომ არ იყენებენ, მაგრამ ბაზა არსებობს, ანუ საქმე გაკეთებული არის. ავთო საუბარი იმაზე, რომ ეს ფული წყალში გადაიყარა, უბრალოდ აბსურდია, იმიტომ რომ კონკრეტული რეზულტატები, შედეგები დევს. მეორე საქმესაც შეეხება. მეორე საქმეს წარმოაჩინეს პროკურატურამ ერთის მხრივ სასამართლოში და მეორე მხრივ საჯაროთაც განცხადებებში ცდილობენ დახატონ ისეთი სურათი, თითქოს ვანო მერაბიშვილი ვიღაც კერძო პირს შეუვარდა საცხოვრებელ სახლში, გამოაგდო ის სახლიდან და თვითონ დასახდა იქ და ისვენებდა და ასე შემდეგ. რაც არის აბსურდი, იმიტომ რომ ერთი უნდა გვესმოდეს ეს ვისი სახლი არის. ეს არის სახლი გვარი თუ არ ვსწრები ლობჟანიძე არის ამ ადამიანის შემეშალოს. ეს არის ადამიანი რომელიც იყო მარჯვენა თუ არა მარცხენა ხელი ნამდვილად ცნობილი ლევან მამალაძის, ეს არის ლევან მამალაძე, უბრალოდ თუ შევახსენოთ ჩვენ მაყურებელს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შეიძლება არ ახსოვდეს, ეს არის ადამიანი, რომელიც შევარდნაძის დროინდელ კორუმპირებულ გარემოში არ აღიხსნით. ამას აქვს მნიშვნელობა და იმიტომ კორუმპირებულ გარემოშიც კი ლევან მამალაძე იყო გამორჩეულად კორუმპირებული ადამიანი. ეს არის ადამიანი, ეს ლობჟანიძე კონკრეტული, რომელსაც ვარდების რევოლუციის შემდეგ ლევან მამალაძესთან ერთად ის იყო მაშინ თურქულად მადნეულის ხელმძღვანელი, შეიძლება მაშინ აღარ იყო, მაგრამ მანამდე იყო მადნეულის ხელმძღვანელი. ამ ორ ადამიანს ერთად ჰქონდათ სახელმწიფოსთვის მოპარული 5 მილიონი დოლარის ღირებულების, თუ სწორად მახსოვს, იყო 300 კილოგრამ მოქროზე საუბარი. მოპარული ჰქონდათ გატანას აპირებდა, მოგესმოდეთ ვიზი არის საუბარი ამ ადამიანზე. ეს სახლი, რომელზეც საუბარი ეს არის კერძო სახლი. ეს სახლი იყო მადნეული შინაარსში კომპანიის მიერ აშენებული სახლი იყო, რომელიც არ ამ ადამიანს რომელიც გამოირჩეოდა ასევე კორუმპირებულად თავის თავზე უბრალოდ გადმოიფორმა. ამის შესახებ აზრული იყო საქმე. ამ ადამიანს ეს სახლი ჩამოერთვა, იმიტომ რომ მას უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული და მე
შევახსენოთ, რომ მაშინ მადნეული არ იყო კერძო კომპანიის მმართველობის ქვეშ, შევარდნაძეს მადნეული იყო სახელმწიფო კომპანია და ეს ადამიანი პირდაპირ პარავდა სახელმწიფოს ამ ოქროს და ამ ფულს და ამ შემდეგ და მათ შორის ეს სახლიც პირდაპირ მოპარა სახელმწიფოს. ამის შემდეგ საქმე იყო აღძრული, სახელმწიფომ ეს ქონება მას ჩამოართვა, ეს ქონება შემდეგ გადავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე და როგორ ჩანს გამოყენებული იყო მე არ ვიცი,ისთვის იყენებდნენ, მაგრამ როგორ ჩანს გამოყენებული როგორც კონსპირაციული ბინა. საუბარი იმაზე რომ იქ ერაბიშვილი დადიოდა და ისვენებდა და ამ იქ მეზობლების ინტერვიუების თქვენს გაქვთ მათ შორის თქვენ ახლა ჩაწერო რომ საუბრობენ იქ უშიშროების თანამშრომლები მუდმივად შედიოდნენ გამოდიოდნენ რაღაცაში უშიშროება ამ შენობას იყენებდა ამაზე არის საუბარი ერაბიშვილი ისვენებდა არის უბრალოდ რაღაც მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყავდა საუბარი დახატვა სწორად ისე თუმცა ალბათ რაღაც მტკიცებულებებს ეყნება გამოძიება და იქ ხო არა არანაირ მტკიცებულებას აყვა მე გიხსნით რაც არის რეალობა დასვენებული ერაბიშვილი კი არა მე 7 თვეა 8 თვეა ერაბიშვილის დაცვის ოფისში ხედავდი დასვენებული კი არა დაღლილი არ მინახია ეს ადამიანი 24 საათი მუშაობდა და მე არ ვიცი ვინმეს ახსოვს ის ამ დასვენება წასული თუ არა ხო ეს არ შეიძლება ერთ ნაწილს არსებით ნაწილს არ შეიძლება მეორეს იმიტომ რომ ეს სასამართლო განხილვა ცხადე არსებით ნაწილს არ ეხებოდა აქ იყო საუბარი იმაზე საჭირო იყო თუ არა აკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება და აქ მნიშვნელოვანია რა ტიპის მტკიცებულები წარმოადგინა პროკურატურამ და მე შემიძლია დაგისახელოთ რამდენიმე მათგანი პრინციპში ყველა შემიძლია დავასახელო ერთი მტკიცებულება ის რომ იყო ის რომ ერაბიშვილი აპირებს ქვეყნიდან გაქცევას და მაშინ როდესაც მერაბიშვილი ამ საქმესთან დაკავშირებით თვეების განმავლობაში არაერთხელ იყო გამოძახება და ერთი წუთითაც არ დაუგვიანია არც ერთ გამოძახებას ყველგან მივიდა. ერთი მტკიცებულება იყო ის რომ მისი მეუღლე არის ქვეყნიდან წასულიო, რაზეც თვითონ მერაბიშვილმა სხვამაზე უპასუხა ხო, დაბრუნდებაო კი ეს ნახავ კომპანიასთან დაждდებაო. მეორე მტკიცებულება იყო ის რომ ეს ჭიაბერაშვილს უფრო ეხებოდა ბატონ ჭიაბერაშვილს რომ მას დაცნობები ყავს საზოგადოებრივ იმიტომ რომ ელჩი იყო და ამიტომ შეიძლება გაიქცესო რაც ასე ცხადი აბსურდი არის. მესამე მტკიცებულება ჩემს ඇති ყველაზე სასაცილო მტკიცებულება რაც იყო ის იყო რომ სახში აღმოჩენილია გარკვეული თანხაო და ეს არის თანხა რომლის საბუთებიც არსებობს რომ ერაბიშვილის ოჯახის წევრს აქ ბინა გაყიდული იქ არ არის საუბარი რაღაც დიდ თანხებზე როგორც ეს თავიდან იყო გაცხადებული და პროკურატურამ იქ საჯაროდ განაცხადა სასამართლოზე რომ როგორ შანსო ერაბიშვილმა რაღაც თანხას მოაქუჩა მოუყა ესეთი სიტუაცია ხმარეს მოუყარავ თავიო და აი ჩაის აქედან ჩანსო რომ თურმე გაქცევას აპირებდა საერთოდ ეს ყველაფერი არის აბსურდი ანუ თქვენ თვლით რომ ბრალდების არგუმენტები მხარის იყო არასაკმარისი იმისთვის რომ პატიმრობა შეეფარდებინათ რომ შევაჯამოთ კვირაში ერთხელ მინიმუმ ერთხელ მაინც ატარებდა ბრიფინგს ჩემი საზრით ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იქნებოდა ეს დასაქმება თუ სოფლის მეურნეობის პროგრამა თუ შანდასვას შემდეგ ამ ადამიანმა არაერთხელ დატოვა ქვეყნის საზღვაო უკანასკნელი თვეების განმავლობაში და ყოველთვის დაბრუნდა საქართველოში და ეს ადამიანი საჯაროდ აცხადებდა ერთ-ერთ ბრიფინგზე გამოაცხადა რომ ის შეიძლება ყოფილიყო ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი კანდიდატი პრაიმერში ასეთ ადამიანს მოუგონო ესეთი მიზეზები რომ ფული მოუგროვებია თურმე სახში რომ გაიქცეს თან ეს ადამიანი ხო ამ ადამიანს უნდა ყოფილიყო იმ რაღაც ელიტური კორუფციის როგორც პრემიერ-მინისტრის უყარს ხოლმე თქვა რაღაც ფინანსური პირამიდის ერთ-ერთ თავში ხო ანუ მას რაღაც მილიონები და მილიარდები უნდა ქონდეს წესით მოპარული და ამ ადამიანს რაღაც 50000 ევრო თუ რაღაცა იყო რაც იპოვეს და თურმე აი ეს ფული მოუგროვებია რომ სადღაცა გაიქცეს ეხლა რა შეიძლება იმას რაც ბატონ მაზურა რახან ახსენა მინდა მასაც შევეხო და 2 წუთით ბატონო მოკლედ რო პასუხო და მე ბატონ ზურაბსაც მიცემ ეს არის ესეთი რეალობა როდესაც ახალი ხელისუფლების პირობებში ინდულგენცია არავის არ აქვს ანავენა დაიჩაგრა მე მინდა შევახსენო უბრალოდ რამდენიმე შემთხვევა ბატონ ზურაბს ერთი მაგალითად ადამიანი რომელიც დღეს არის პოლიციის აკადემიის პროექტორი რომელს ვიდეო ჩანაწერები არსებობს როდესაც ის ჩადის დანაშაულს ის ემუქრება ერთ შემთხვევაში უბრალოდ გამგებელს რომელიც რაიონის მეორე შემთხვევაში ლუკა კურტანიძეს გულისხმობ მეორე შემთხვევაში ეთნიკური განსხვავებულად ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელს რომ ის მას ემუქრება ქვეყნიდან ქვეყანაში ცხოვრების საშუალებას არ მიცემს თუ ის არ შეეშვება რაღაცას ემუქრება ბოდიში მოხდა არ ნიშნავს რომ ბოდიში შეება ნებისმიერ ადამიანს ეს არის დანაშაული მეორე იგივე ადამიანმა ცემა ხანშესული ადამიანი და ეს ჩაიფარცხა ეს საქმე ისე თითქოს არაფერი მოხდა რა მე შევასწრებ ბატონ ზურას იგივე თენგის გუნავა საქმეს როდესაც დღეს არის რეალობა როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა იძახია რომ ამ ადამიანს იარაღი და ნარკოტიკი ქონდა ამ ადამიანს იარაღი და ნარკოტიკი ჩვენ არ დაგვიდია მაგრამ თან არ ვიჭერთ ამ ადამიანს რატო არ იჭერეთ წარმოუდგენთ რომ რაღაც აბსურდულ რაღაცას იმაშებენ რაც ცხადსახად ცხადია და პლუს თან იძახია რომ ჩვენ არ ჩაგვიდია რომ თან 4 ადამიანი გაანთავისუფლდა შინაგან საქმეთა სამინისტროდან ამ საქმესთან დაკავშირებით 4 თუ 6 ადამიანი ხო პროცედურული დარღვევების გამო როგორც ის სული აბსურდი არის მე შევახსენებ იგივე საქალაქო სასამართლოს თანაშემწის საქმეს როდესაც გოგოს ჩაწერეს მისი რაღაც პირადი ცხოვრების რაღაც დეტალები და შემდეგ აშანტაჟებდა ღარიბაშვილის უშიშროების სამსახურები რომ მას უნდა რაღაც დახმარებოდა ის უშიშროების სამსახურებს იქ რაღაც დაემონტაჟებინა რაღაც ვიდეო თუ აუდიო აპარატურა და მოესმინა და ჩაეწერა როგორ რაღაც რა ტიპის ისა აქ დღის რეჟიმი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს ეს არის საქმეები სადაც არავინ არ დაჟჯილა და არც არავინ არ აპირებს არავის დაჟჯას და თუ ვინმე დაისაჯა თუმცა იყო მერებების შეფასება მისთვის მოადგილე რომელიც ძალიან ხმოვანს დაიჭრეს ანუ ბევრი ფაქტი იყო აქეთი მაგრამ უნდა მივცემოთ საშუალება და მეორე ნაწილია სადაც დღევანდელი ხელისუფლებაში ტრადიციად ექცა სადაც ვითომ ჯის ადამიანებს მაგრამ
ეს არის მაგალითად აი მელო რვაჩნაძის შემთხვევა, არის ამის კლასიკური ნიმუში, 8 თებერვალს არსებობს ვიდეო კადრები, სადაც ეს ადამიანი თავში ურტყავს პოლიციას. პოლიციამ ვითომ დააპატიმრა ეს ადამიანი, ვითომ შეიტანა სასამართლოში საქმე. სინამდვილეში სასამართლოში პოლიციამ არ წარადგინა არც ერთი მტკიცებულება, მათ შორის არც ის ვიდეო მასალა, რომელიც თელმა საქართველოს ნახა და ბრალი წაუყენა არა ფიზიკურ ზიანის მიყენებაზე, არამედ სიტყვის შეურაცხყოფაზე და სასამართლოს უბრალოდ სხვა შანსი არ ქონდა, რომ ასილარზე მეც უბრალოდ ვერ შეუფარდება და ასწრაფად ეს ადამიანი გამოუშვეს. შემდეგ გამოვიდა ბატონი. მოდით მოვისმინოთ ახლა ბატონო ზურაბის არგუმენტები ამაზე. სასამართლომ გამოუშავა. ანუ ერთი არის, როცა არავინ არ ისჯება და მეორე არის კიდე ვითომ რო ისჯება და ესეთი ვითომ დაისჯები ჩვენ ნახეთ მაგალითად სამართალზე. აკეთებს თქვენს აქცენტს. კარგით, მოდით ვკითხოთ ბატონ ზურაბს. ჩვენი დასავლური პარტნიორებიც არაერთი. კარგით, მოდით ვკითხოთ ბატონ ზურაბს, შერჩევით სამართალთან დაკავშირებით, თქვათ რა პოზიცია აქვს მართლ გუნდს, გულისხმობ რა პასუხი აქვს პოზიცია გასაგებია, მაგრამ კონკრეტული მაგალითები მინდოდა რომ ბატონ ზურაბს ესაუბრა და ეს გულწრფელად რომ მართლა უსუსურია არგუმენტები, რომელიც შეიძლება ჩვენ მოვისმინოთ უმცირესობის მხრიდან, ოპოზიციის მხრიდან, იმიტომ რომ ახლა ჯერ დავიწყოთ იქიდან, რაც შეეხება მერაბიშვილს. ნამდვილად არ ვიცი მე იმ ლობჟანიძეს როგორ ჩამოართვა ეს სახლი. იყო თუ არა ის მამალაძისთან რაღაც კავშირში, მით უმეტეს თუ ყოფილა, ესე იგი რაღაცა რევანშიზმზეა საუბარი, რომ მამალაძე იყო გარკვეულწილად იქ რაღაცა პოლიტიკური და წაართვეს მე მამალაძის ვიღაცა თანამშრომელს და მას მე ვანო მერაბიშვილი შევიდა ეს არა მე ამაზე ვერ ვისაუბრებ იმიტომ მინდა ვთქვა რომ არ ვიცი ჩვენ ბატონ ზურაბს სოდნეა უფრო რაღაც დეტალები ამ საქმესთან დაკავშირებით ესე იგი იცით რომ თქვენ რაღაცა არის იცით ესე იგი რაღაცა პრობლემა ამ საკითხთან დაკავშირებით რადგანაც იცით რა თქმა უნდა ესე იგი არის რაღაცა რომ მერაბიშვილი უსაფრთხოებაში შეიძლება დაინახეს თუ არ დაინახეს იქ არსებობს მტკიცებულები ტყუილად იქ არაფერი არ არის გაგზავნილი მინდა დავარწმუნო ყველა საზოგადოება პირველი იქ თუ რაღაცა არის გაგზავნილი სასამართლოს არის მტკიცებულებებზე დაყრდნობილი და არავინ არ აპირებს იქ რაღაცა ფალსიფიკაცია მოახდინოს და ვიღაცა რაღაცას დააბრალოს სასამართლო ამაში არსებით განხილვაში გადაწყვეტს ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობ და ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი სასამართლო იტყვის საბოლოოდ დამნაშავეა თუ არა ვანო მერაბიშვილი და ეს არ იქნება პოლიტიკა ეს არის და ამიტომ ეხლა თქვენ მოგწონ თუ არ მოგწონ სასამართლო ბატონ ზურა თქვენ მოგწონ თუ არ მოგწონ რადგან თქვენ დაიწყეთ საქმის არსებობა მე გავაცანი მაყურებელს კი ბატონო და ამაზე მინდა საუბარი თქვენ მოგწონ თუ არ მოგწონ სასამართლოს გადაწყვეტილება რომ აკვეთი ღონისძიება მერაბიშვილს შეუფარდა პატიმრობა რა თქმა უნდა თქვენ სოლიდარული ხარ და აქციამურებთ მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ ჩვენ აბსოლუტურად პოლიტიკური სპექტრი ქართული ოცნების სად იყო იმისათვის რომ შეიძლება მერაბიშვილის არ შეეფარდა სასამართლოს აკვეთი ღონისძიება რა თქმა უნდა არავის არ ქონდა ეს განცდა რომ სასამართლოში ეს საქმე შევიდოდა და მე პირადად გეტყვით ჩემ დამოკიდებლად მე ნამდვილად არ ველოდებოდი იმას რომ სასამართლო მას აკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდებდა მაგრამ ეს მოხდა გამოვიდა ბატონი კუბლაშვილი და გავრელოდი თქვენს ფიქრობთ რომ არა სასამართლო ბოლო არა არგუმენტები საკმარისი პატიმრობის შესახებ რატომ იმიტომ სასამართლო ამ შემთხვევაში არ ითვალისწინებს არგუმენტებს გამოძიებას იქ არ არის იქ რა თქმა უნდა დანაშაულის სახეზია გამოძიება რადგან შედის აკვეთ ღონისძიების მოთხოვნა დანაშაულზეა საუბარი იქ ამ შემთხვევაში გამოძიება არ იხილავს იქ რამდენად დამნაშავეა თუ არა პიროვნები იქ საუბარი იმაზე ამ ადამიანს შეეფარდოს თუ არა აკვეთი ღონისძიება ის იმოქმედებს თუ არა გამოძიებაზე დაემალება თუ არა იქ რაღაცა გააყალბებს თუ არა შემოთკიცებულობას და ასე შემდეგ აქ არის პრინციპულად დაემალება თუ არა გავა თუ არა ქვეყნიდან და არიდებს თუ არა მე ვფიქრობდი რომ რა სხვა შემთხვევები ძალიან ბევრი გვახსოვს ბოლო 7 თვის განმავლობაში სასამართლომ არ გამოიყვანა პატიმრობა და მე მქონდა ეს განცდა, იმიტომ რომ არავინ არ აკონტროლებს სასამართლოს დღეს, არავინ არ აძალებს მათ რომ ესეთი გადაწყვეტილებები მიიღოს. ამ შემთხვევაში სასამართლომ მიიღოს სრულად დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. ეს თავად ყალა იმის თავმჯდომარეს სასამართლოს თქვა რომ ჩვენ სასამართლო მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას და ერთ-ერთ მხარეს არ მოეწონება ეს. და რა თქმა უნდა ესეა ამ შემთხვევაში ჩვენ აქ ხარე ამ შემთხვევაში საზოგადოება ძალიან სერიოზულად იყო განწყობილი ამ საკითხთან დაკავშირებით და ამას ხაზი არ გაუსვათ არ შემიძლია პოლიტიკური ნაწილი იმიტომ რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი საქართველოში რა თქმა უნდა ელოდებოდა რომ მერაბიშვილის მიმართ გამოყენებული იქნებოდა აკვეთი ღონისძიება და პატიმრობა და ეს რა თქმა უნდა ეს არ არის ამ შემთხვევაში სახელმწიფო საზოგადოების დაკვეთით არ მოქმედებს სახელმწიფოს ინტერესებიდან და სამართლის ინტერესებიდან გამომდინარე პირველ რიგში სამართლიანობის აღდგენა როდესაც ჩვენ საუბრობდით ინო წინა საარჩევნო პერიოდში ეს იყო და არის ეს იყო და რჩება ჩვენი ერთ-ერთ დაპირებად ეს არ არის ერთადერთი რომელსაც ჩვენ ვეუბნებოდი საზოგადოებას ის ადამიანებმა რომელსაც ჩაიდინეს დანაშაული ეს თემა რომელიც შესულია დღეს მერაბიშვილთან დაკავშირებით ეს არ არის მარტო
ის რაზე შეიძლება იქ იყოს საუბარი. იქ არის ძალიან მძიმე საკითხები, რომელზეც იქნება ძალიან სერიოზულ რაღაცებს გავიგებთ, ნინო, კიდევ გამოდი. აი, სწორედ ამ ნაწილზე მინდა გითხოთ. ძალიან ხშირად ოპოზიცია საუბრობს, რომ იგივე ნანა კაკაბაძის და ვთქვათ აი, სწორედ ეს არის, ამაზეც მინდა გავაგზავნო. შეკრებას მოყვა ეს და კაბა ხო რიჩქარა პროკურატურამ და ამიტომ ჩდება კითხვას დავსვამ უბრალოდ პოლიტიკური ასე ვთქვათ რაღაც ეწოლის რაღაცის ეჭვი ყოველთვის ოპოზიცია ამაზე საუბრობს, იმიტომ რომ ძალიან მალე მიყვა ამ დროს პროკურატურა თვითონ აანონსებს რომ შესაძლოა უფრო მძიმე ბრალდებებზე იყოს შემდეგ საუბარი და ვთქვათ იგივე საზოგადოებრივი ინტერესი უფრო დიდია ხო და რატომ არ მოხდა ვთქვათ იგივე იმ ბრალდებები დღეს ვიცე-პრემიერიც ამბობდა კახიკალაძე რომ დასრულებულია გამოძიება როგორც მანიცის ის საკითხების დაიცმება ეხლა სტრატეგია ტაქტიკა გამოძიებას როგორი აქვს ეს მისი მერაბიშვილის დაკავება არავის არ უჩქარია პროკურატურამ დადო საქმე გამოძიებული მიმართა სასამართლოს იმოქმედა კანონით იმოქმედა სასამართლომ ეს დააკმაყოფილა ნინო ჩვენ ნუ გადავიყვათ ამათ პოლიტიკურ ჭრილში იმიტომ რომ მან ყველამ უნდა ავერიდოთ ამ თემას და რატო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ახვეთი ღონისძიება შემდეგ სასამართლო გაამართლებს თუ გაამტყუნებს მერაბიშვილს ამას დრო გვაჩვენებს და გამოძიება შემდგომ კიდევ რა ფაქტებს შეიტანს მის მიმართ და ასე შემდეგ. ეხლა მართლა უსუსურია პირდაპირ გეტყვით რომ იქ მოყვანა მელორ ვაჩნაძის იქ ნანა კაკაბაძის თემა. ეს არის უბრალოდ წყალწაღებული ხავს ეკიდებოდა თემა. აღარ იციან უკვე ადამიანებმა რა საკითხი ახსენონ რომ ამ თემის თითქოს გაუფასურება მოახდინონ. ან იგივე მარტო თითქოს ნანა კაკაბაძე და მელორ ვაჩნაძე არიან ქვეყანაში ვინც ითხოვდნენ სამართლიანობის აღდგენას. უამრავი ადამიანები მეგობრებო რომელიც ძალიან მძიმე დაზარალდა წინა ხელისუფლების პირობებში ეს ადამიანები მოლოდინში იმისა რომ ხელისუფლება ახალი გადადგანს ქმედით ნაბიჯებს იმისათვის რომ მომავალ ხელისუფლებამ არ დაუშვას იგივე შეცდომები და არ დაუშვას ის რაც იყო ამ ქვეყანაში ერთი პატარა მოკლე კითხვა მინდა დავსვათ თქვენ ახსენეთ რომ სასამართლო გადაწყვეტილებას თქვათ პოლიტიკური შეფასება არ გვინდა თუმცა მართველი გუნდიდანაც გვახსოვს ბატონო ზურაბ მაშინ როდესაც თქვათ დედაქალაქის მერის მიმართ მეორე უფრო ლოიალური იყო სასამართლო გადაწყვეტილება მაშინ πολιτიკური შეფასებებს უკვე მართველი გუნდიდან ვისმენთ მოდით ესე ვთქვათ, რა თქმა უნდა არსებობს ხარე, როცა პოლიტიკაში ხარ, ბუნებრივია პირდაპირ უნდა ვთქვათ, რაღაცა არ მოგწონს და მე ძალიან კარგად მესმის ზურაბ ჯაფარიძე, როდესაც იმაზე, ამ სწორედ აქ მივდივართ ჩვენ, სწორედ აქ მივდივართ. როდესაც ზურაბ ჯაფარიძე გამოდის და ამბობს, რომ არ მოგწონს სასამართლოს გადაწყვეტილება, ბუნებრივია მესმის სოლიდარული, იმიტომ რომ მათი პარტიის ლიდერია დღეს ციხეში და იყოფება საპყრობილეში. ეს ბუნებრივია ახლა, რომ მითხრას რომ მას უხარია ეს, რა თქმა უნდა, მე ვერ გავიგებთ ამას. ხო, ეს არის ფაქტი, მაგრამ ის რომ სასამართლო ამას წვითავს დღეს, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც იყო რაღაც საკითხები, როდესაც პოლიტიკურად შევაფასეთ, რომ სასამართლო იყო ტენდენცია, მაგრამ მიიღო ეს გადაწყვეტილება უგულავასთან დაკავშირებით. ხო და მაშინ გვახსოვს უმრავლესობის სასამართლო გადაწყვეტილება და ჩვენ ვემორჩილებით ამ გადაწყვეტილებას და მე არავის არ დაუდია, არ შევარდლილა იმაში მერიაში ვიღაცა შინაგან საქმეთა ორგანოების ან პროკურატურთან არ დაემორჩილა. არა, მაგას ვიძახი, რომ არ დაუდია ბორკილები, არა, ჩვენ არ გვაინტერესებს სასამართლო გადაწყვეტილება, კიდევ თორე წაიყვანა. ციხეში ისა უგულავა. ეს არ არის პრინციპი, ეს არ არის პრინციპი, რომელზეც ჩვენ გვინდა მართლა რეალურად გადავდგათ ის ნაბიჯები, რომელიც ქვეყნის სწორი მიმართულებით მიდის და ამას მართლა ჭირდება მოვლა. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ თამაკეთება კითხვა და მე ალბათ გინდათ რომ სხვა ნაწილსაც უპასუხოთ, მაგრამ როდესაც საუბარია ვანო მერაბიშვილის დაკავებაზე როგორც ოპოზიციის ლიდერზე და გასაგებია საპრეზიდენტო არჩევნები მოდის, ამ ხრივ ჩდება ეჭვით ან ერთ-ერთი კანდიდატი შესაძლოა ყოფილიყო და ამაზე თქვენ საუბრობთ და ოპოზიციის წევრები, მაგრამ აქ არის საუბარი ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრზე და ყოფილ პრემიერზე, ხო ვთქვათ, ანუ ხელისუფლების საკმაოდ მაღალ ჩინოსანზე წარსულში. ამ მიმართულებით ფიქრობთ, რომ როცა სხვა ბრალდებებზეც არის საუბარი. გამოძიება რომ გაგრძელდეს, ვთქვათ, ანუ უნდა დასვას თუ არა, როგორ უნდა მოიქცეს მაშინ მოკოთ ხელისუფლება, რადგან სულ არის საუბარი პოლიტიკურ დევნაზე, როგორც კი გამოძიება კითხვას დასვამს. არც ერთ ნაციონალურ მოძრაობის ლიდერს, არც ერთხელ, არც ვანო მერაბიშვილთან, არც ჩვენ სხვა ლიდერებთან მიმართებაში, რომელთა დაკავშირებითაც ასევე არის გამოძიების სხვადასხვა საქმეების დაწყებული, არც ერთხელ არ უთქვავს, რომ გამოძიება უნდა შეწყდეს. ეს არის აბსურდი. გამოძიება უნდა გაგრძელდეს, ეს არის ძალიან ნორმალური. აქ საუბარი არის იმაზე, კიდევ ვიმეორებ და ეს სასამართლო სწორედ ამას ეხებოდა და არა იმას დამნაშავე არის თუ არა მერაბიშვილი. აღკვეთი ღონისძიების სახით შეიძლება გამოყენებული იყოს მაგათ გირაო, ან თავდებობა, ან თქვა პატიმრობა. ამაზე არის საუბარი და ჩვენ უბრალოდ ვიძახით, რომ პატიმრობის მოთხოვნის არანაირი საფუძველი პროკურატურას არ პროცესებიდან ჩამოშორება, თქვა რაღაც გარკვეულ დროით. ბატონ ზურაბს უპასუხო, აქ საუბარი იმაზე კი არ არის მე გაუბრაზდი, მეწყინა თუ არა. აქ საუბარი არის ზოგადად ჩვენ ვიძახით, რომ ეს არის პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილება და
და ამას მნიშვნელოვანია კონტექსტი, ხო? ამავდროულად უბრალოდ შინაგან საქმეთა მინისტრი არ ყოფილა და უბრალოდ პრემიერ-მინისტრი არ ყოფილა, ხო? ერთი უნდა გვესმოდოს ვანო მერაბიშვილი არის ადამიანი, თავი დავანებოთ იმას, რომ დღეს რა არის, ხო, ნაციონალური მოძრაობისთვის ვანო მერაბიშვილი არის ადამიანი, რომლის სახელსაც უკავშირდება ის, რომ საქართველოში პრაქტიკულად აღარ არსებობდნენ რუსული სპეცსამსახურები. ვანო მერაბიშვილის სახელს უკავშირდება ის, რომ საქართველოში პრაქტიკულად აღარ არსებობდა ქურდული სამყარო. და მე შეგახსენებთ 2003 წლამდე საქართველოს სწორედ ეს ორი ჯგუფი მართავდა, ერთის მხრივ რუსული სპეცსამსახურები და მეორეს მხრივ კრიმინალური ორგანიზებული ჯგუფები, ეგრეთ წოდებული ქურდული სამყარო, სხვადასხვა ქურდები, ხო? ეს ყველაფერი აღარ არსებობს საქართველოში, ეს არის ვანო მერაბიშვილის დამსახურება. ამას ხშირად ვიწყებენ ხოლმე და საუბრობენ ხოლმე მარტო იმაზე, რომ ვანო მერაბიშვილის დამსახურება რეფორმირებული პოლიცია, რომელთაც ახლა ღარიბაშვილი ამაყობს და აჩვენებს სხვადასხვა მანქანებს და რაღაცებს, რომელიც ამდენში სწორედ მერაბიშვილი შექმნიდა. ხო, ანუ ვანო მერაბიშვილი არის ესეთი ადამიანი, მას საქართველოში კი არა, მხოლოდ ამით იცნობენ მათ ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ეხლა გადმოვიდეთ დღევანდელ შემთხვევაში, ეს გამორიცხავს თუ არა, რომ თუ კითხვა არსებობს კატარა, ხო? გამოძიება უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ვანო მერაბიშვილი დღეს არის ადამიანი, რომ ის შეიძლება ყოფილიყო საპრეზიდენტო კანდიდატი, მას ჰქონდა ესეთი გაცხადებული სურვილი, რა გარდა ამისა, ის იყო ნაციონალური მოძრაობის ერთადერთი ოპოზიციური პარტიის დღეს არსებული ქვეყანაში გენერალური მდივანი და კიდე გავიმეორებ, ის არის ადამიანი, რომელიც მუშაობს პრაქტიკულად 24 საათი. ის ძალიან მნიშვნელოვანი აქტივია ჩვენი პარტიის. ეს არ არის ჩვენი პარტიის რიგითი წევრი. მას ძალიან ბევრი პროცესებია დამოკიდებული და ჩვენ გვაქვს თვეები დარჩენილი საპრეზიდენტო არჩევნებამდე და რამდენიც არ უნდა ამტკიცოს ახლა ქართულმა ოცნებამ, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება. ჩვენი დასავლელი პარტნიორების უმეტესობა, მე ამაში 100% დარწმუნებული ვარ, ამ დაკავებას აღიქმნა სწორედ ისე, რომ ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში ყოფნა პოლიტიკურად ძალამ პრაქტიკულად მოშალა ოპოზიციური ძალის შიდა სტრუქტურა იმისათვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენ ნაკლებად კონკურენტული ყოფილიყავით. ბატონო, თქვენი წარმოდგენა ვიცით თქვენ რეიტინგების აჩვენეს, რომ ვანო მერაბიშვილი არ იყო თქვენ შიგნით ყველაზე რეიტინგული საპრეზიდენტო კანდიდატი. აქედან გამომდინარე ეს საქართველოს დაადგა. როგორც მენეჯერი შეიძლება თუ შეიძლება ბატონო მე ხო გაწყვეტილი არც ერთხელ არ გამიწყვეტილი რომ მიხვდეთ რომ ბევრი მეშარი დახებოდი. ამიტომ არის უკვე საუბარი იმაზე, რომ საქართველოს დაადგა უკრაინიზაციის გზას, რაც მოხდა უკრაინაში, როდესაც დააპატიმრეს ოპოზიციური პარტიის ლიდერი ტიმოშეკოს გულისხმობ. კი, ამის პრეზიდენტმა გააკეთა ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვშორდებით რეალურად ევროპას და ამას ძალიან მალე დავინახავთ, იმიტომ რომ დავინახავთ ევროპისგან განკონკრეტულ ნაბიჯებს და ჩვენ მივექანებით სხვა სივრცისკენ მე ვიცი რომ ბატონ ზურაბს არ უყვარს ამაზე საუბარი და მე ბატონი ზურაბის პროდასავლურ ორიენტაციაში ნამდვილად დავეპარება ეჭვი, მიუხედავად განსხვავებით სხვა მისი პარტიის თუ კოალიციის წევრებისგან, მაგრამ ჩვენ კარგავთ იმ რეალურ შანსს, რომ ჩვენ გავხდარიყავით ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი. და ვანო მერაბიშვილის დაპატიმრება მოწონს ეს ვინმეს თუ არ მოწონს, თulis რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული თუ არ მოტივირებული, ამის ხელშემწყობი აუცილებლად გახდება და ეს არის სამწუხარო რეალობა, ამიტომ ჩვენ წინ გვაქვს მე ეს ერთხელ განვაცხადეთ ძალიან რთული დრო. ჩვენ მოგვიწევს ძალიან რთული ბრძოლა და ამ შემთხვევაში ამ ბრძოლის ავანგარდში მე დაწოლება იქნება ისევ ნაციონალური მოძრაობა. კარგით, მოდით ახლა ამ ნაწილს მინდა შევეხო, იმიტომ რომ დროც იწურება ნელ-ნელა. დასავლეთზე მინდა გკითხოთ, რაღაც გარკვეული განცხადებები მოვისმინეთ, თქვა კითხვები გაჩნდა ამ დაკავებასთან დაკავშირებით. ფიქრობთ, რომ იქნება საკმარისი მტკიცებულებები გამოძიების ხელში ისეთი ან არ ვიცი, მოკლედ დასავლეთთან გაუჭირდება თუ არა მართლ გუნდს, ან ექნება თუ არა საკმარისი არგუმენტები, რომ ახსნას ოპოზიციის ლიდერის დაკავება. რომ ხაზი გაუსვა იმ ნაწილს, რაზეც ბატონო ზურაბი საუბრობდა, რომ ვანო მერაბიშვილი აქ არის ის ადამიანი, რომელზეც დგას პარტია, ეს გასაგებია ჩემთვის, მაგრამ ის არ არის ჩემთვის მისაღები, მაგრამ მერაბიშვილის გარეშე რომ სახელმწიფო თურმე არ არსებობდა გასულ წლებში. მე ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც სანდრო გირგულიანის საქმის შემდეგ მიბრძანდა პარლამენტში, თქვენ არ ბრძანდებოდით, მაგრამ დღევანდელ თქვენი კოლეგები ტაშით შეხვდნენ მას. ეს ძალიან კარგად ახსოვს საზოგადოებას, რა როგორ მოქმედებდა ვანო მერაბიშვილი. ის ადამიანი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, და ის ქურდული მენტალიტეტი, თუ ის ქურდებთან ბრძოლა, თავისი თავით ჩაანაცვლეს. ეს იყო რეალობა, ეს იყო ფაქტი, რომელიც ჩვენ დავინახეთ ბოლო წლების განმავლობაში, როგორ ძალმომრეობითი, როგორი სასტიკი რეჟიმი შეიქმნა მისი ხელმძღვანელობით. ის იყო ფაქტი, როდესაც თითოეულ ადამიანს უსწორდება, როდესაც ადამიანი არ იყო პრაქტიკულად დაცული იმის გამო, რომ მას განსხვავებული პოზიცია ჰქონდა სახელმწიფოსთან მიმართებით, იმის გამო, რომ ოპოზიციაში იყო. ეს იყო რეალობა, ეს იყო ფაქტი. ამავდროულად ის ფაქტი, როდესაც ხდებოდა პენიტენციარულ სისტემაში, ეს იყო ვანო მერაბიშვილი, ვერავე აიცილებს იმ პასუხისგებლობას, რაც ხდებოდა, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი ხარ და პენიტენციარულ სისტემაში ხდება ასეთი უმსგავსობები, ასეთი დანაშაულები, ის მორალურად
პირდაპირ პასუხისგებელია ყველაფერზე რაც იყო. ეს არის ფაქტი რეალობა და მაშინ ის ყველაფერი რაც ჩვენ შეიძლება ისაუბროთ ჩვენთვის არაფერს არ ნიშნავს და საზოგადოებისთვის არაფერს რეფორმას წარმატებაც და იყო ესეთი რეფორმა რომელზეც დღეს არის ძალიან მნიშვნელოვნად ზიანდება და მე დღევანდელი საკითხი მინდა კიდევ ხაზმაზე დავგვიჟნო. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან კაფეო მაგალითი აჩვენა იმისა, როგორ მუშაობს დემოკრატიულ სახელმწიფოში შინაგან საქმეთა სამინისტრო და მისი ხელმძღვანელობა. დღევანდელი აქციები. ნახეთ, რომ ჩვენ როგორ ახალგაზრდა დემოკრატიის პირობებში, როგორ ცივილიზებულად, როგორ მაგრამ ამავდროულად ძალიან სპეციფიური დღე იყო, ძალიან სკრუპულოზურად გაიარა და ეს ყველაფერი გამოცდილება და ჩვენ ძალიან კაფეო დავინახეთ დღეს როგორ მუშაობს შინაგან საქმეთა ორგანოები და თინლანდ სამინისტრო ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. ეს არის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფოს დემოკრატიული შინაგან საქმეთა სამინისტრო გვაქვს. ეს არის რეალობა და ვერ შევადარებთ გას უწყლებს. ეს არის ფასადური წარმონაქმნი. რაც შეეხება საერთაშორისოს, ეს არის უტრირებული, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც მოვედით ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, წარმოდგენა, ნამუშევარი ამ ადამიანებს, რომლებიც წასულში იყვნენ ხელისუფლებაში, ძალიან ბევრი ჰქონდათ. ჩვენ არ ჰქონდა ნამხელა საშუალებები, ნინო, რომ გარეთ ამდენი გვემუშავა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ წარმოდგენები იქ, რაც ხდებოდა ქვეყანაში, იყო ცალმხრივად მიწოდებული. ჩვენ რა თქმა უნდა, რაღაც ფანჯარი ჰქონდა ხოლმე, რაღაც სარკმელები, რომ რაღაცა მიგვეწოდებოდა. ამ ხელა მასშტაბი რაც დღეს გვაქვს, რა თქმა უნდა, არ ჰქონდა. ამიტომ აბსოლუტურად რადიკალურად იცვლება ვითარება. ჩვენ პირველ რიგში ვაჩვენებთ და დაინახეს ყველა ჩვენმა დასავლურმა პატრონებმა, აქ არანაირ შურიძიებაზე არ არის ლაპარაკი. აქ არ არის ანგარიშწორებაზე ლაპარაკი. აქ არ არის იმაზე, რომ ადამიანი მოვიდა სხვა ხელისუფლება დღეს ძალაუფლებაში, იმიტომ უნდა იძიოს შურის ხვის მიმართ. არავითარ და ეს არის თავარი პრინციპი და ეს კარგად დაინახეს. მიუხედავად იმისა, რომ არის ის სახალხო პარტია ევროპის, რომელიც სოლიდარულია ნაციონალ მოძრაობის მიმართ და ეს ბუნებრივიც არის. რა თქმა უნდა, მაგრამ თვითონ რა თქმა უნდა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. იგივე მინდა ამას ხაზი გაუსვა და ზუსტად მინდა ამას ხაზი გაუსვა, რასაც ქვია იგივე ახალა ეს პროცესი. თვითონ ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ ოდირის ხელმძღვანელობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით, ლენიჩიჩი ბატონი, რომელიც ხელმძღვანელობს ამას, ჩამოსულიყდნენ დაკვირებოდნენ ამ პროცესს. აბსოლუტურად გამჭირვალად მიმდინარეობს ყველაფერი. ერთი შეკითხვა აღარ არსებობს, რომ ამ ადამიანის მიმართ არსებობს რაიმე პოლიტიკური დევნა. ეს არის მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, ეს კაცი შეიძლება გამართლდეს, ან გამტყუდეს, დანარჩენს გამოარკვეს სასამართლო. ასევე იქნება მერაბიშვილის შემთხვევაში ამ შემთხვევაში და ყველაფერი აბსოლუტურად ღია. ესეთი იყო რამე ამ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, არ იყო. ყველაფერი არის გამჭირვალი. ყველა საზოგადოება მთლიანად ჩართულია ამ პროცესში. ყველა ხედავს რაც ხდება დღეს სასამართლოებში. ამიტომ ამ შემთხვევაში ჩვენი სახელმწიფოსთვის, ახალი მთავრობისას პრინციპულად მნიშვნელოვანი თემაა. და ეს იქნება თავარი იმისა, რომ ჩვენ წავალ ძალიან წინ და ჩვენი დასავლური პარტნიორები მართლა გეუბნებით გულწრფელად, ამას ძალიან კარგად ხედავენ და ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს იმისა. ადამიანს თუ დაინიშნა პოლიტიკურ საკითხს რაც შეეხება, მართლა გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ მე პირიქით მიმაჩნია, არ დაჭერა იმ ადამიანების დღეს და გამოძიების არ წარმოება, რომლებიც არიან დღეს პოლიტიკაში და წარსულში ეკავა დიდი თანამდებობა, უფრო პოლიტიკური მგონია ვიდრე ეს. იმიტომ რომ მაშინ ნიშნავს, რომ პოლიტიკური ნიშნით აღარ იწყებ გამოძიებას. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს ინდულგენცია, იმის გამო ინდულგენცია არის ამ ადამიანების მიმართ, იმის გამო რომ ისინი წასულში იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები. იმიტომ დღეს ის აგრძელებენ პოლიტიკურ ცხოვრებას და აქვს პოლიტიკური ამბიცია. რა თქმა უნდა არა. და ეს რეალობა არიან ოპოზიციაში და საქართველოს მოსახლეობამ გადაწყვიტა ეს. გასაგებია. და ბატონო, მე მინდა ბოლოს კითხოდა თუ რამეზე პასუხი გნებავთ რეპლიკის სახით შეგიძლიათ. დღეს პირველად გაჟღერდა რომ შესაძლოა გეგმები შეიცვალოს პრაიმერისთან დაკავშირებით პარტიაში. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ შესაძლოა ნაციონალების კანდიდატი, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი იყოს ვანო მერაბიშვილი. შესაძლოა ამაზე. თქვენ სახელდებოდით ერთად იყო ბევრი. დიდი ალბათობით შემიძლია საზახალხო დიდი ალბათობით პრაიმერი აღარ ჩატარდება. ეს ერთი და მეორე ამჯერობა ხან წუთში მიდის იმაზე თუ ვინ იქნება კანდიდატი, მათ შორის ვანო მერაბიშვილის კანდიდატურას ნამდვილად განიხილება. ასეთი ალბათ ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. უბრალოდ დღეს იყო წერილი ორმა ჩვენმა დეპუტატმა მიმართა ბატონ უსუფაშვილს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ დაეცნება შესაძლოა რომ ისინი რეგულარულად მათ შეძლონ შესვლა და გასაუბრება ვანო მერაბიშვილთან, მათ შორის ჩვენ ვაპირებთ კონსტიტუცია პარლამენტარის პასუხი აღარ მიდევნებთ თვალე ხო არ ხო. აქამდე ესეთი პასუხი არ მაგრამ მე არ მაქვს ინფორმაცია ხა ბოლოს ამ სანამ სტუდიაში ვარ მანამდე თუ რაიმე ინფორმაცია გავრცელდა არა უკვე პასუხი ხო არ ყოფილა პარლამენტის თავმჯდომარის ბატონო ზურაბ კიდევ ერთხელ გაიმეორებ კიდევ იმეორებ ბატონო ზურაბ არავინ არ არის
წინააღმდეგ იმისა, რომ გამოძიება ჩატარდეს. არც ერთხელ არც ერთ ნაციონალურ მოძრაობის ლიდერს არ უთქვამს, რომ გამოძიება უნდა შეწყდეს ვანო მერაბიშვილთან თუ ნებისმიერ სხვა ყოფილ მაღალჩინოსანთან მიმართებაში. ასეთი რამე ჩვენ არ გაგვიცხადებია, აქ საუბარი არის კიდევ იმრობ იმაზე, არსებობს თუ არა აუცილებლობა იმისა, რომ ვანო მერაბიშვილი აკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობით დიჯდეს რესიხეში თუ არის. ცხადა სასამართლო გადაწყვეტილება ჩვენ სწორედ ამაზე ვიგახავთ. ანუ პოლიტიკურად მოტივირებული იყო სასამართლოს გადაწყვეტილება. სასამართლოზე შეგიძლიათ ეს თქვა. მე ვთქვი მიზეზი რატომაც იყო ეს გაკეთებული. ერთი მეორე რაც შეეხება წარსულ 9 წელს, რომ წარსულ 9 წელში არაფერი არ გაკეთებულა, ჩემის არის ამაზე საუბარი უბრალოდ სასაცილოა, ნამდვილად სასაცილოა. კი, ნამდვილად იყო ძალიან ბევრი პრობლემები, დარჩენილი მათ შორის, ნამდვილად იყო ტრაგიკული სიტუაცია პენიტენციარულ სისტემაში და არა მხოლოდ პენიტენციარულ სისტემაში, მე სანამ ნაციონალურ მოძრაობის წევრი იქნებოდი, გარედან ვაკრიტიკებდი ნაციონალურ მოძრაობას ბევრი სხვა მიმართულების, სხვა პოლიტიკის გატარებაში. პრობლემები ცხადია იყო, მაგრამ ეს მეტი გამჭირვალობა ხო არის ერთ-ერთი პრობლემა ზუსტად რაზეც ჩაიბარა ნაციონალურ მოძრაობამ 2003 წელს, ეს არის უბრალოდ სადა დედამიწა 2003 წელს ქართული სახელმწიფო საერთოდ არ არსებობდა. არ არსებობდა და ამის არაერთი ინდიკატორი არსებობს, ამ ინდიკატორებს ითვლის არა ნაციონალური მოძრაობა, არამედ ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, ბევრი სხვადასხვა მიმართულები და შედარებაც კი ჩემი არის უბრალოდ სასაცილოა. რაც შეეხება იმას დაუბრუნდე და ვარ ამითი დავასრულებ. იქონიებს თუ არა ეს ვანო მერაბიშვილის დაპატიმრება და ზოგადად ზეწოლა ოპოზიციურ პარტიაზე, ერთადერთ ოპოზიციურ პარტიაზე გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე, მე შევიდათ სასახავ თქვა რომ ქართულ ოცნებას ძალიან გაუჭირდება აუხსნას ნებისმიერ ჩვენ დასავლეთ პარტნიორს, იქნება ეს ევროპაში თუ ამერიკაში, რატომ ზის წინასწარ პატიმრობაში ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და დღევანდელი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივანი ბრალდებით, რომელსაც ეხება ამორჩევლის მოსყიდვას და რატო არ ზის მაგალითად წაუყენეს აქამდე რატო არ პატიმრობა შეფარდებული სასამართლოს მიერ პრემიერ-მინისტრის ძმისშვილს, რომელზეც არსებობს ვიდეო კადრები, როგორ ყიდულობს ის პოლიციას. ესეთი ვიდეო კადრები არსებობს და იქ არის ცალსახად მოსყიდვაზე საუბარი. ეს არ არის დაპატიმრებული და დაპატიმრებული არის კიდევ იმრობ ვანო მერაბიშვილი, რომელიც არის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც არის საქმეთა მინისტრი და რომელიც არის დღევანდელი ერთადერთი ოპოზიციური პარტიის გენერალური ეს არის ბატონო ზურაბ, ეს არის დემაგოგია, რომელსაც თქვენ ეწევით ძალიან ვცდილობთ რომ ის წარსული დანაშაულებები, რომელიც აქვს ნაციონალურ მოძრაობას, თქვენთან არ დააკავშიროთ, იმიტომ რომ თქვენ ეხლა შეუერთდით ნაციონალურ მოძრაობას, ეს გასაგებია. თქვენ საუბრობთ, არა, ხშირად საუბრობთ, რომ ის რაც იყო წარსულშიო ნაციონალურ მოძრაობამო, უკვე ჩაიდინა და გავიგეთო, მაგრამ დღეს გავიგეთ კი არა, თუ ვინმე დანაშაული ჩაიდინა, ცხადია, უნდა მიესაძოს. აქ საუბარი არის დააგებს და მომავალში ვინ ჩაიდეს, ისიც აგებს. ეს იქნება ქართული ოცნების წარმომადგენელი, ნაციონალური მოძრაობის თუ ნებისმიერი პოლიტიკური ძალის და ამის ფაქტებს ხედავთ. კანონია მნიშვნელოვანი. თქვენ ნახეთ, რომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის წევრი, რომელიც არის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე იყო და მიმართული დაპატიმრებაზე და იმ სასამართლომ არ შეუფარდა მას. პრემიერის ძმისშვილი ეს იყო რეალობა. ძალიან გთხოვთ ეხლა პრემიერის ძმისშვილზე კანონზე ლაპარაკობთ, როდესაც თქვენმა ხელისუფლება იმ პერიოდში კანონზე თავის დააყენა ყველაფერზე მაღლა. ადამიანის უფლებები გადადება, ხო და მიწიევთ. ამათ რატო არ იცი? გამოიცი ყველა მე გაძლევ ნებისმიერი საქმე, ის საქმე, რომელსაც თქვენ ფაბრიკაციებზე მელაპარაკებით, როდესაც თქვენი შინაგან საქმეთა სამინისტროს პირობებში, როდესაც ფაბრიკაციებს ჰქონდათ ადგილი და ყველაფერი მიყურადებული იყო და ადამიანის პირაცხოვრებაში რო ერეოდით, ადამიანის პირაცხოვრებაში რო მივიდეთ, დღეს რაღაც ამაზენ ვიდეოებს რომ ნახულობთ, დღეს ეს ვიდეო ფაბრიკაცია არა, უბრალოდ თქვა რომ ეს ადამიანიო, მაინც და მაინც არ არის სერიოზული კაცი, ამიტომ არ დავიჭერთ. ბუნებრივია ხო? არასერიოზული თემაა, როდესაც არასერიოზულ თემაზე საუბრობთ. არასერიოზულ თემაზე საუბრობთ რეალურად და მე მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ ქალბატონ ნინო, ძალიან მკაფიო და ნათელია. ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი სახელმწიფო. საქართველოს როგორც ავაწინ. ეხლა ხდება 26 მაისი. საქართველოს რომელიც ბოლო 8 თვეა 26 და რომელმა ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ოდესმე ძალიან მძიმე მემკვიდრეობა იყო მუშაობის სახით, ეკონომიკის სახით და დღეს ყველაფერი კეთდება, რომ ქვეყანა წავიდეს წინ სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით და ყველაფერი წავაწიდა და დამეწმუნეთ, რომ თქვენ ციკრებით იმის მონაწილე, ოდესაც ქვეყანა იქნება ძალიან წარმატებული. ევროკავშირის წევრიც გახდება, ნატოს და ამის თქვენ თვითონ ნახავთ, რომ თქვენ იქ
იქნებით ამისი მომსწრე. ამისი მომსწრე თქვენ თვითონ გახდებით, იმიტომ რომ ეს არის რეალობა. სწორი მიმართულება. ჩვენ ვცდილობთ ეს რომ აპოკალიფსური სურათი დაანახოთ ჩვენ სულიოს, რომ გაგავთ ინფორმაციები. თქვენ არ გინდათ რომ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი, იმიტომ რომ თქვენ ყველაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ გარეთ დაანახოთ აპოკალიფსური სურათი და რეალურად უთხრათ რომ იცი რომ საქართველოს ძალიან ძიმე მდგომარეობაშია. მოდით ამას ყველა დაინახავს. ეკონომიკა მაინც არის ციფრები, რომელიც ციფრებში აისახება და ამ თემაზე სხვა დროს ვიკამათოთ. ძალიან გთხოვთ, დიდი მადლობა. დაინახოთ უახლოეს მომავალში. დიდი მადლობა. ეკონომიკა ციფრებში აისახება. შევთანხმდეთ ამაზე და ვნახოთ მომავალში. უკაცრავად დრო აღარა გვაქვს და ამაზე აუცილებლად კიდევ ერთხელ და არაერთხელ მოგვიწევს საუბარი. უნდა დაგემშვიდობოთ, იმიტომ რომ ვანო ჯავახიშვილის შოუს დაწყებამ უკვე დაიგვიანა. ვანოს ვერ მოვაცდეთ. ნამდვილად ადამიანებს ჭირდებათ განტვირთვა გვიან საათებში მით უმეტეს ზურაბ ბაბაშიძე, ზურაბ ჯაფარიძე საუბრობდნენ. უღრესი მადლობა მონაწილეობისთვის. ჩვენ სამშაბათამდე გემშვიდობებით, სამშაბათს კვლავ შევხვდებით თავარ თემებზე განსხვავებული პოზიციებით ერთმანეთს. დიდი მადლობა. მადლობთ. უღრესი მადლობა.